ანუ სამი გადაცემა გაძლევ უფლებას და ტაში დაუკარა. ვაუ. მოგესალმებით. რა ტრენდულები ვარ დღეს. ზოლიან ბანანებს დღეთა. ხო ხედავ აღარც მენანი ფულის დახარჯა ბრენდებში. გადაცემა სარკასტიკა ამ ცხელ აგვისტოს პერიოდში გახსნილად გამოგვიცხადებია. აი რაღაცა იცი უკვე ენერგია აღარა გვაქვს აი. აი პროჩიტი. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ გადაცემა სარკასტიკის ამ სეზონზე ბოლო გადაცემას იხილავ. ვაიმე! ბრავო! პროექტი ჩავამთავრეთ როგორ იცი, აი 10-იანზე კი არა, აი 100-იანზე გოგდამთავრებული. ასე აღსანიშნავია ის, რომ Facebook-მა გაგვიკეთა გამოგვიგზავნა ლურჯი ნიშანი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ უკვე Facebook-ზე ოფიციალური კი არ გვიყიდია, თვითონ გამოგვიგზავნა. ნამდვილად, დადებულიც მქონდა სკრინები, რომ თავად Facebook-მა გამოგვიგზავნა შეტყობინება და დაგვიდასტურა. ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, დღეს გადაცემა სარკასტიკის ბოლო სეზონის დახურვის ეპიზოდია. უყურეთ, ისიამონეთ, გაერთეთ. ჩვენ შემდგომ უნდა დავისვენოთ და ჩვენ შევხვდებით აუცილებლად სექტემბერში ახალი ენერგიებით, ახალი იდეებით და ბევრი სასაცილო მომენტებით. თუ არა და მაშინ ვეღარ ვართ ცოცხლები, უკვე ამოწურული ვართ, აი დაგხოცეს და დავიღალეთ მართლა, იმდენი ემოცია იყო, იმდენი სიცილი იყო, იმდენი თემა იყო, იმდენი ზარი იყო, რომ ცოტა ხანი ჩვენს დასვენება ხაი ოჯახის ხედან და ტირიან, რომ აი სარკასტიკა შემდეგ ორ შაბათს აღარ იქნება. აღარ იქნება სამწუხაროდ ახალ სეზონამდე, იმიტომ რომ ჩვენც ცოტა დავისვენ და თქვენც ცოტათი მოგენატროთ. ამასობაში თქვენ შეგიძლიათ ძველ გადაცემებს უყუროთ. დავიწყოთ გადაცემა, კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, რომ ჩვენ აგვისტოს პერიოდში გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ გადაცემები, რომელშიც იქნება მთელი სეზონის საუკეთესო სკეჩები, თამაშები და ზარები, რომელსაც გავუშვებთ, ვიხალისებთ ყველანი ერთად და გავიხსენებთ, უბრალოდ გავიხსენებთ ამ ზარებს და ჩვენ კომენტარებს გავაკეთებთ. ძალიან კაი. დავიწყოთ პირველი იმით. რომ დამივიწყო წახვალ და დები ზუმერები, გადაცემა სარკასტიკის პირველი სკეჩი. Ქვენს წინაშია დები ზუმები. აბა ხალხო მოიბზადეთ. ახლა აღარ გინდა შენი გაიტანე. მინდა დაგიბრუნო იგივე. შენთვის მე მეტება მხოლოდ ეკლები და მხოლოდ შენებური სიცივე. რომ დამივიწყო წახვალ და დალევ, მაგრამ იცოდე, ყველა ხალხს მე შემადარებ, მე შემადარებ. რომ დამივიწყო წახვალ და დალევ. აი ის არ ვიცი, დიდი ცოტა აგრესიულია. აი იმას უნდა რომ ილაპარაკოს, აი ხუჭეთები ვარ აქ მეორე. დიდი როგორ? ასე კი დიდი იქნება, ის პატარა უფრო აღარ მახსოვს. ერთი ხო შეყვარებული იყო ეგარა და მეორე. ხო არ ვიცი, ვერ ზუმები რო ყოფილან, იგივე ზუმები თუ ზუმერები, ვეღარ გავიგე. ზუმები ბიჭო, რა ზუმერები? აი პერფექტად. საღოთ ჩენი მხესები არიან, ფასანაურის. ფასანაურიდან არ არიან. თიულები არიან. თიულეთი დიდია. ფასანაურიდან არ არიან. გააჩენ კიდე საიდან არიან. კარგი. მეორე სკეჩი. მგონია რომ ეს სკეჩი ისეთია რა. აი ისტორიას დარჩება. ისტორიას მე მგონი ყველა სკეჩი დარჩება, მაგრამ აჰა, ბუღატი ჩავაგრიალეთ კუჭნაცლავი. აბა. კაი, მაშინ ვიტყვი მაშინ ბუღას ამ სკეჩი გავა. ჩვენი გადაცემის სპონსორია ენერგეტიკული სასმელი ხანგრძლივი ენერგიისათვის საუკეთესო ინგრედიენტებითა და ევროპული ტექნოლოგიით შექმნილი. წარმოებულია საქართველოში წყალი მარგებლის ქარხანაში და ეს არის გამაგრილებელი გაზიანი სასმელი ბუღა, რომელიც ამ ცხელ ზაფხულის პერიოდში გაგიგრილებთ ნებისმიერ საღამოს. ბარემ მივაყოლებ ბუღა რო დავლია ტკბილიც მომინდა და ეხლა ტკბილი არა რაღაც სასუსნაო მომინდა და სანდომის ტყლაპები აი ისე მიყვარს და ხე როგორ ჩაციკციკებული არის. ასევე სანდომა გამოუშვა ორი ახალი ნუგბარი, ეს არის გარგარი, ნიგოზი და შოკოლადში ეს ყველაფერი მოთავსებული და ასევე ფინიკი, ნიგოზი და ესე შოკოლადში მოთავსებული ეს ორივე პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზია კალათას ქსელებში. კი. და თუ ჩვენ სავიდინათ ესეთი ხარისხიანი და გემრიელი გადაცემები ჩაწეროთ, მიმართეთ podcast points. კარგი, მოდი შემდეგი სკეჩი გავუშვათ. სკეჩი როგორ იყო? რა დროშა მოგცა მიშა. ვუძღვნი ბატონ მიშა სააკაშვილს. ბატონო მიშა, რატომ გებრძვია?
სიკარგის მეტი რა გააკეთეთ. წლის მოვყევ. ისინი ბოლოში ჩავსოთ. ვუძღვნი ბატონ მიშა სააკაშვილს. აი პენსიონერების ახეს რო იგლეჯავე. სამი დღეა მირეკავს იმეცადინე. ხო გიწყარი. იმეცადინე მეთქი. აი მე, აი ცრებლიანი მოგთვალებთ. არა უშორე, კოდეს ცრებლიანი. ვუძღვნი მორჩა. ეხლა აღარ მეცნდება. მალე ჩავწეროთ. იწყე. ვუძღვნი ბატონ მიშა სააკაშვილს. ბატონო მიშა, რატომ გებრძვია? სიკარგის მეტი რა გააკეთე? დიდხანს იხარე, ბატონო მიშა, დიდხანს იხარე. ტანჯული გული, შენ გაგვიხარე. ვუძღვნი ბატონ მიშა სააკაშვილს. ბატონო მიშა, რატომ გებრძვია? სიკარგის მეტი რა გააკეთე? დიდხანს იხარე, ბატონო მიშა, დიდხანს გვიხარე. რა დროშა მოგცა? არა, იცი რა მიყვარს ამ სკეჩში? რატო ვერ დაიმახსოვრე ეს ტექსტი? ბატონო მიშა. აი რატომ, აი უმარტივესი ტექსტია. რატომ გებრძვია? სიკარგის კედი რა აი ეხაც არის. გონი ეხა მიშა იქნება გაგიჟებული მეებს რო ანგრევენ რა ქვია ის დოქებს რო ანგრევენ. გაგიჟებული რა დაანგრევეს და ეგ არის ახლა მეტი რა უნდა. სხვათა შორის თქვენს რომ მაგ დოქებს რო დაანგრევენ, მან უნდა აშენდეს სასტუმრო კაზინო. ნუ რას იმუშავებს? რა ხედით იქნება? რა გვინდა მუსიკა, რა გვინდა განათლება, მუზეუმი, სასტუმრო და კაზინოს რა ჯობია. დავანგრიოთ ყველაფერი ყველგან სასტუმრო და კაზინო ავაგებია. ისე მაინტერესებს ეგენი თუ არ უნდათ მე წამოვიღებ. თქვენ სხვათა შორის ვინმეს თუ აქვს სურვილია შეუძლიაო ისა მივცეთო. დანჯვიად გაყიდიან. არ ვიცი, გაყიდოთ უფასოდ უნდა მისცენ წესით. ერთ ტრუბას წამოვიღებდი, ქსორში დავაგდები, ვიცხოვრებდი რა. მთელი ქსორვის წყელა ეგ ტრუბადი. ვერ ახალში. არა, ნაკვეთები მაქვს. კაი, პოცი ჩვენთან ერთად არის დღეს. შავ, ელეგანტური. რაც ტორეოს მიღება დავიწყე და ძალიან სექს ბომბა და დაუმორჩილებელი გავხდი, ყველაფერი შავი, ძველი და ქურდულები არა, შენ მაგიტო კი არ ხარ ესე. შენ რაც იმ პუდრის ხმარება დაიწყე და რაც შენი ლაჯების პრობლემა მოაგვარე, იმის მერე ხარ ესე გაბლატავებული. არა, ბავში რო იბადება, ტრაკი რო არ გამოეწვა, სულ პუდრს უყრიან და დიდასახშიც რო მოუვაროთ, არა, ამე სულ ვიპუდრა ვისე თემა, პირველი თემა არის რა კარგი რჩევები შეგვიძლია მოგცეთ, ვისაც ლაჯები გაქვთ გამომწვარი ზაფხულის ცხელ პერიოდში, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ პუდრა. პუდრა, რა ვიცი, ნახოთ ვიდეო. შენ გაქვს პრობლემა, როგორც ვიცი, ლაჯების პრობლემა გაქვს, გიოფლიანდება ხო? თუ როგორ გისველდება, თუ როგორ არის? აი, იცი რა მაინტერესებს, აი, გათქვეფილი მძღენი არ გიჩერდება პირში, რატომ როგორ შეიძლება, რომ ყველაფერი რასაც ესე გეჭორავები, აი, გადაწერზე კი არის ხო? არა, ეგ არ არის მარტო სანამ ახე ჩემი გაოპლიანებული ლაჯები. მე პროსტა გითხარ, ზოგადად სიცხეს ვერ ვიტანო, არა მარტო ლაჯები, ყველაფერი მიოპლიანდება. არა, ბევრს აქვს ეს პრობლემა და ეხლა რადგან შენც ეს პრობლემა გაქვს, თვლი რომ შენით უნდა დავიწყოთ და მე მაყურებლისთვის რჩევის სახით იყოს. მე ვნახე ქალბატონი. დილეს აღამოწ ყელმა გადაივლონ და გრილადგილში იდგნენ. მე ვნახე ქალბატონი, რომელიც აი ამ საშუალებით თავის თავს შველის. ეხლა ვიდეო გავა და მე დავბრუნდებით. რა ჩაიხარა?
ტარა! ეს არის ბავშვის პუდრი, რომელიც უნდა დაიც რაღაც არ ჩამაყარ ვარ და მე. არა, წერია, ბავშვის პუდრი და უნდა ჩაიყარო და გადაცემის პერიოდშიც აი ამ 1 საათის განმავლობაში ბოლოს უთხრათ როგორი მოქმედა შენზე. იცი რა არის? ისე გამაყარდა სახში დავტესტა. ეხლა მაყურებელი ყოველთვის ითხოვს რომ გავაკეთო ჯერ ჩვენ და მე მათ, იმიტომ რომ ყველას გონია რომ ჩვენ ტყუილი ის და რჩევებს ვაგებდა. შენი ლაჯები რომ აღარ გაოფლიანდეს და არ დასვოლდეს, ეხლა შენ მაყურებლის თანდაცემი. ეხლა როგორ ამ გაოფლიანებული? გექნება თელი გადაცემა უნდა ვისხდეთ და გექნება, მიდი. ნუ გერიდება ეხლა ვინ გვიყურებს. მე მწყვენია. უბრალოდ ეს უნდა გამოიწო და ჩაიყარო რა. თუ ჩაგაყრე, მიდი. მიდი. მე ჩამაყარე. არა, მე ხო იცი ზოი ძვირიანია რა, ბევრი უნდა ჩაგაყრე. სუნი მანახი, ფანტასტიკური სუნი აქვს. თუ შე. ნახე სუნამოსუნი აქვს. მიდი ახლა რამდენი ხანი გელოდო. ახლა ისე არ ჩამაყარო და. არა და გადაცემის სრულობის დროს მე გავარკვევთ რა, რამდენად მოქმედი. ჩაგაყარო შენ. ბევრი არ ჩამიყარ ვარ გამომი. არა. და მე გადაცემის ბოლოში უნდა გავიქოთ. ჩაიყარე, შიგნით ჩაიყარე. დაიყარა, ამოატრიალე. აი. აჰა. ეხა მიდი, ის ქალი როგორც აკეთებს ფეხები გვერდზე, აკეთიქით. აი მიდი, გააკეთი, აკეთიქით. აი. კიდე. აიცი. ხო? აი მე რა თქედერათი. აი. всё? ეხა დაიფარეს მაისური არ გამოჩნდება. შეკაისო. ხო. იქ ძენი შვება? გადაცემის ბოლოს მაყურებელს უთხრათ რამდენად გიშველა. ეხლა რომ მივხვდი დღეს ჩამაგდე. იმენა კუტლარი პუდრში. ბიჭო ის არა ხო? აი მე რასასია მომო იცი? თავისუფლად აღარც მეკურება. მე მაგითო გეონებოდი. კოკაინივით ამა? სადმა, საჭაყავი თავი. სადამ აქ. საჭაყავი ბიჭო თავი. ისა. დეგენერატო შენა. მაკიდე? ხო. მატუში კარანტინო შენა ვის დატყუეს სანძიძარა ასექს მაინც ესის პატრი მოკლედ მეგობრებო თამაზაძე დავტესტეთ ლაჯების გაოფლიანების სისვლის ეს საშუალება და გადაცემის ბოლოს გავიგებთ რამდენად ყვაყოფილია და თქვენც მერე დატესტეთ უკვე სახში შეიძლება ჩვენ სტუმარსაც გავსი პრობლემა გქონდეს და შეიძლება შეიძლება და დავტესტოთ ხო ხო არ გაცალე არა ნახევარი არის და თანამაც ცოტა დიდი ლაჯები აქვს და შეიძლება მეტი დასჭირდეს და ნახევარი არის შენახული კაი ესე იგი დაფყული მოდის და ისტორიები გაქვს რამე რომ მოყვე სტაიცადე ეხლა გამახსენა რომ სახში გაზი არა მაგდები ფაიმე თან წამომტკივდა სათნე დავიბანო იყოს სიგრილეში სიფუმფულეში კაი ჯანაბას რაც არის იცი როგორ ამშვლის მუდმივ ხმარებაში ჩავშვი. კი, ძალიან თუ ხედავ რომ ძალიან უნდა დაცხეს, ვიყრი ხომ და სუმშრალად. და რომ დადიხარ თუ თეთრად ხარ, ხო? ეს დადიხარ და შენ ანუ მე იმიტომ მივხვდი შენ უბანში რატოა ეს თეთრი გზები, ანუ კვალს ტოვებ რა. სადავი არ ჩავიარე. მიმართულებებ შენ ტოვებ კვალს. ეს ნუმშლი ვამილის სიხوار გადავყლურწო სიმშვიდისთვის. დალეული არა გაქვს ისე და შენ ტორეოზე ხარ ისე ტორეო და ბამელის ერთად თან სიმშვიდე თან სიგიჟე იცი რა არის ჯერ ტორეოთი ვიწყებ ხოლმე და მე ვშდათ რომ დამეძინოს მე ბამელის მივიღებ აწოვილი მოწორება ნუ ჩემზე ნუ იდადებ ჩემლაბაზე შემდეგი რჩევა დარიგება ჩვენგან ეს იყო პირველი რჩევა მეორე რჩევა იყო როდესაც ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია ამანაც ნუ ხმაური კარგი გაგებით როგორ გავიქროთ სახი და ნაოჭები ბევრი კითხვა შემოდის რატო არ მაქვს ამას სახში 42 წლის ასაკში ნაოჭები, ყველა იძახს რომ ბოტოქსი მაგაკეთებული, ფილერები, ძაფები, არა მეგობრებო, არაფერს არ ვიკეთებ საერთოდ. ტვერსასრულს ამუშავებ სახეზე. უბრალოდ ტვერსასრულს ვამუშავებ სახეზე, რომ ჩემი სახის კანი აი ესეთ კარგად გამოიყურებოდეს. სხვაგანაც სხვა ამუშავებ ტვერსასრულს. კაი, შეხო. გითხრა 40 ლარი დაგაკვდა ხელ. მე წინა გადაცემაში გაგაფრთხილი 40 ლარი დაგაკვდა ხელ. როგორ უნდა რეცვირატყიდებული? ეხა დაითვალე, ეხა პირსახუთი გაცვია. 40 ლარი გამოდი. მოდი ვნახოთ ვიდეო. აღმოვაჩინე ქალი, რომელიც იძახის რომ მტვერსასრუტით, აი ესე მტვერსასრუტით იქრობს ნაოჭებს. ეხლა ვნახოთ ეს ვიდეო და მე ვისაუბროთ. ერთ მას მტვერსასრუტით ვარ დაიბაჭყე.
კაი მე მოვიტანე მტვერს ასრუტი ხო ესე ქვია მტვერს ასრუტი აგეთ ნუ მეაფერი შემისრუტოს არამხელა ის აგ ნახურეთ არა გაკ შენ მაგხელა რომ შეისრუტოს და ეხა უნდა დავტესტოთ გამოდით მათმევინე რაღაცა აი შეხო ძალიან ძლიერი გახდა ჩემი ეს რა არის შეჩემო შენ ახლა ასახში ხარ სხვა შეგაქვს სხვილი დაუჭები და მაგით ეგ გჭირდება და ჩადოთ დავით ახალგაზრდა ვარ აი ეს ზეგა ვაი ამით უნდა გააკეთო აჩვენე შეხედე და ვაიმე არახული შედეგია თამას აი მე რა მაგრა ის ხედა როგორ ისრუტავს რამის ენა გადმომაგდებინე დეგენერატო სხვა შენ სხვა შეულე სხვა რაღაცებით შეისრუტოს ეს ჩემი რაც ის არის ნელია თუ რა შენი არ ვარ გა არა გე არა ეს არის კარგი ეს მოიცადე ჩავწო ისე აი ბებე შეისრუტა კატო მოკაკები აი შემოწა იმენა კალმა ამოღალა არა მე მართლა მაგას ვაკეთებ და მშვენი ეს რას სისხლის მიმოქცევისთვის არის ხო ხო აი კანის აი ესე მიაქ რა აი რაც ეგ შეიძლება ლაჯებშიც გამომადგეს სისხლის მიმოქცევა ტვინში გამოგადგეს რამე შეიძლება ტვინში გამოგადგეს ყველაფერი ლაჯებისკენ და იქით რომ იკაკ შეიძლება რაღაცა ტვინში გამოგადგეს ზანცი ხომ შემილსონა კაი სანდომის ტრაპი არა შენ მართლა რაღაცა არ მეგობრებო ნაზღაიძე მითხრა რომ ესო შენო მუცლის პრობლემა გაკო და მუცელზე რომ დამაწეკი შენ პერისტატიკა მომიწეს რიგე იმის და მე მიხდი შეიძლება ნაწლავი სადღაც მქონდა ჩაკირული რომ დამაწეკი გაიგხსნა ერთი ორი დღე კი მიყიდა მაგრამ ეხლა რა უნდა გავაკეთო გინდა ტვინზე უნდა დაგაწვე არა მოდი იცი რა არის სხვაგან არის გადავარდნილი და უნდა თავის ადგილზე დაბრუნდეს ჯერ მანახებით იმიტომ რომ მე მუცლის ვიდეო რომ ნახე მაგითო მოგენდე მაგრამ მიჰაუს უდიდესი მადლობა ხარისხიანი ავეჯისთვის იმიტომ რომ მაგიდა რომელზეც იწვა თამაზა რომ არა ეს ხარისხი ალბათ ეს მაგიდა ჩავარდნილი იქნებოდა შენი მძიმე წონიდან გამომდინარე ხო თორემ მაგ მძიმე წონა როგორ არის გაკ მძიმე წონა კაი ნახოთ მოდი ვიდეო შემდეგი რჩევა დარიგება როგორ გავიქროთ ზედმეტი წონა მუცლის არეში მე ხო იცი შენი მეგობარი ვარ მე შენთვის ყველაფერი კარგი მინდა და რადგან მუცელზე ესეთი პრობლემა გაქვს მე შენ გიშველი როგორ მიშველი დაწეკი მაგიდაზე ჰა მაგიდაზე დაწეკი ბიჭო თქვენ ნახეთ ჯერ სიუჟეტი და მე ჩვენ დავბრუნდებით ეხლა უნდა ჩავუგდო ამ ქალბატონს დიდი მუცელი დიდი ნახეთ გინეკოლოგის მაგიდაზე ვარ მანდაც წახოს ხო შემამოწმე ბავშვი თავი და მიდი დაიცა ზო ნერვიულო მოიცინი მიდი გიორგი ექიმოვ ნერვიულო ჯერ მოყები რაც მიკეთებ რომ მომوارდი ეგრევე მოკლედ სიუჟეტი ნახეთ და ეხლა თამაზაზე უნდა ჩავატაროთ ეს პროცედურა თუ როგორ მოქმედებს და როგორ აქრობს ერთი პროცედურით ეს ადამიანი მუცელს ეხლა ვინმეს გაუქრეთ რა კი ხალმა გაუქრო და ეს ილეთები და ეს ეხლა მე პირველი ვარ თუ დადიხარ ეს ვერაზე და პაციენტი პირველი თუ ვერაზე დადიხარ ვერაზე გამختარი ხალხი ცხოვრობს ეს ყავაზი გაზრდილი თავი ნერვი ძალიან არ დამოწვე ხლი ჟოგა მაგის და всё აციეთ ნაი და
და ჯვინო იცი. დაიცა. აი 3 2 1 ნერვიულობ გიორგი ой მე შეიარდა მუცელი შეიარდა აღარ მინდა აი დაიც აი ხალხო ერთი პროცედურის ბოლოში პასიცა თქვი რა ვთქო რომ არ მომწერო ნახის ჩემი მომსახურება ღირს 150-დან 200 ლარამდე თუმცა ფაზეკლები დღეები გვაქვს შაბათ კვირას მუცლის ზობას გააჩნია ხო კმაყოფილი ხარ ძალიან კმაყოფილი ვარ ცოტა შეწითლდი მაგრამ ეს რასაც დამაწეკით დაბლა დაიწია იმასაც ხო არ ეშოვი ხო არ გავიდა განავალი კორეთ ადეკი ახლა გეყოფა იცი რა ეხლა დაადგა ეს რასაც დააწეკი სწორნაცლავს დაადგა ძალა იმასაც ხო არ მგონდა აეთარი ისე გიშველა ძალიან კაი ხელები გაქვს აი ფეხმეტო რას გეკითხები და რას პასუხობ დიდი თითები რო გაქვს აი ძალიან კარგად აკეთებდი მასაჟს ვირგლა ხელი გაქვს რაღაც დიდი კიდე ხორ დამამასაჟებდი კიდე გავწვე გავიხადე მოდი სპონსორი უნდა ვთქვა რა შეინერვები არ მაქვს ჩვენი გადაცემის სპონსორია მიჰაუსი რომელიც არის ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ლამინატი კაფელ-მეტალღი კედლის ნებისმიერი საფარი და სხვა სარემონტო სამშენებლო მასალები მიჰაუსში ასევე შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო არჩევანი თქვენი სახლის მოწყობისათვის ასევე ჩვენი გადაცემა იწერება პოდკასტ პოინტში ეს არის სივრცე სადაც შეგიძლიათ ჩაძიროთ თქვენთვის ასურე როგორც გადაცემები ასევე პოდკასტ გადაცემები? კი. ორივე გადაცემაა პრინციპში ხა. ის ეძახე და ეს ეძახე. მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სპონსორია საფერო, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებით ქმნის თმის, სახის და სხეულის მოვლის საშუალებებს. ჩემი თმა ესე კარგად რომ გამოიყურება ყოველთვის საფეროს დამსახურებაა. და შემდეგი თემა არის ტრენდული პერანგი. ტრენდული პერანგი და ტრენდული სათვალე, რომლის ვიდეოს ახლა იხილავთ. ზაფხული მოდის, ტრენდული სამოსი და აქსესუარები ყველას უნდა. აუ მე რამე სათვალე ხო არა გაქვს რამე კაი. კი, აღმოაჩინე სათვალე. აი, სხვა ზის სათვალე მინდა. აბა, რა კარგი მოოქროვილია. დავიწყოთ ამ უამაზე სათვალეს ვერ დავარქო, იმიტომ რომ მინები ვერ გავიგე მინები მარტო აპრავას ყიდის თუ რა არის მე შენ გიპოვე საფალი ჩემთვისაც მე რა კარგია ჩემი იყო ამიჩ ხელნაკეთ მე ვერ ვიყ შენ თავი გაგდე და მაგიტო ხوارი და გაგიცვალო ხახს აი რითი აბოლებენ შუშები ხა ჩამოტანის დროს დაუზიადან და აი ღმერთო ანუ სათვალეო ხელნაკეთი სათვალეო აი ჩვენიც ხელნაკეთი სათვალეა და რავი რატო აი რაც ეს სათვალე მოქვს აი ცხოვრება და იზოგა სხვა ფერებში ხედავს სამყარო აი მე რა კარგად ვიხეთები რა კარგია და ტრენდული ო ძალიან ვიხდება ხო რაღაცა ხო ძალიან ცოტა სისვეცკეა ხო ისეთი გამძლეარ შეგიძლია აი წყალში არ მითაც გადაყე კაი მარტო ეს სათვალე არ არის მე ვიპოვე კიდე. ანუ მოდი მთლიან წაინებო. ვაიმე, კარგად ეხო შუშები. მოდი, ბარე, აი მთლიანი ლუკია ვაწყოთ საზაფხულო. მე ვიპოვე კიდე ტრენდული პერანგი, რომლის რაოდენობა არის შეზღუდული, ლიმიტირებული. კოლექცია მოგვაქვს შეზღუდული რაოდენობით იქნება ეს ბალენსიაგას პიჯაკი, პერანგი უბრალოდ. ნახეთ, უბრალოდ ნამუშევარია. შეზღუდული რაოდენობით მხოლოდ წინასწარი ჯავშანით მოგწერეთ პირად შეტყობინებაში. ერთი ცოტა ღილი შემიყრა, მიყვარ ძალიან ჩახსtildeები. მე რა მკერდი მაგა. არ კი ეხლა. მე და გადაცემას. სამი სადაც გინდეს. ერთი წუთი დაიცადეს შევიკრა რომ არ მინდა ძალიან ახლა მიჩანდეს რაღაცები. გადაცემა სარკასტიკა რის გადაცემა სარკასტიკა რომ ეს ორი ექსკლუზიური პერანგი და სათვალე რამცას მიყვამებს ხომ მოვიპარსავდი. აი ხალხო თვალი მომცა მაყურებინა. პროსტა ანუ ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენ გვექნება ეს პერანგი, ბალენსიაგას პერანგი, პიჯაკს იძახის თავიდან არ სწორად.
და ეს სათვალე რომელშიც ხვანაერად ხედავს სამყარო. აი როგორც გინდა დამაყენე. მე ძალიან მომწონს. ანუ ესე წავიყვანოთ გადაცემა. შენსაც კლავების ხვანაერი აქვს არა? ჩემი უფრო ისეთია, დიდია. პრეტაპორტ. მივხვდი, შენი ერი უფრო ოვერსაიზი. ცოტა ასაკობრივია. ჩემი რომ აი რაღაცაში ისენი დამბალოს. დაჯიქი. ეს ხوار გავაგრძელეთ. გავაგრძელეთ. ძალიან მომწონს. აი მე ძალიან კაია. სხვათა შორის აქედან ხაი ტაქსით რო წამალ ესე ჩავჭდები ტაქსში. თან გრილად ხარ ხო რაღაც მა ისეთი ამინდებია თბილისში შეიძლება მე ნახე რაღაცა ესეთია ნახე რა ლამაზია. აი ტაქსისტი გაგიდება. მე ცოტა დიდი მაქვს იცი ოვერსაიზია. აი ძალიან მინდა რომ მაკპერაგით აი პარიზის ქუჩებში ვიარო. დუბანში დადიხარ? გიორგი პარისხოვს რომელიც ჩვენი სპონსორია და ესე გაგვიშვა ზეგაკ ტყლაპი. არ გავგიშდე. იმენა დიდი ტყლაპი ქონდა კბილზე. დაიცა. მე მეგონა რაი ჭიანი კველი ქონდა წინტურა. იცი მოშედაკედან ჩვენი განათლების სპონსორია სანდომი და გიორგი პარისხოვრო აი. არა, ერთ წამი აი როგორ იყავი იცი? გიორგი პარისხოვრო ჩვენი მოგზაურობა საფრანგეთში დაგეგმოს და გაჩვენო. სიზღარი არსება ხარ რა უნდა ჩვენო არ გინდა კაცო არა ჩვენო. იცი როგორ იყავი? მე ერთ წამი უნდა გაჩვენო. აჰა. აი სი აი. ჩერტე თქო სადაგ ჩადებული შეგეთი კვილები. რა მითხარი? ვერც ვიხდი სად მეკეთო. მოგძრა. ასე ჩვენთან ერთად არის ტორეო და თემებიდან მოდი გადავინახოთ ეხა ზარებზე. რა გემრიელი ტყლაპია ღმერთო. იმ ჩემ მეგობარს როგორ გაუხარდება ეხა. პირველი ზარი. სანამ ზარს გაუშვებ ერთ ნაპას დავარტყავს ვეცკურად მე რო ვიცი ხომ ეპოცის. დამთავრე. გაუშვით. პირველი ზარი. ადამიანი რომელიც ნიჭის ზეიმია. ისე მღერის ანგრევს ყველაფერს. თუმცა გვინდოდა რომ მისი წარმატება უფრო წარმატებული ყოფილიყო და გაყენული ფენოვანი ცომის სახე გამხდარიყო. ლიზა ბაგრატიოზე ლაპარაკობ. ლიზა ბაგრატიო. ეგ ისე დაბალხმაზე მღერის, ბოლოხმაზე მოხმია წოლი, რომ გავიგო რას ლაპარაკობ. რა? ლიზა ბაგრატიონის ვოკალი არის შეუდარებელი. ხოიცი მაგის გმარმა რო უთხრა. ეს გვარი კიწყობს ხარ ხო? აღიო გისმეს თორე ლიზა სხვა გარი რო იყო, შვილი ვერ გიცნობდა. რომ აცხადებ ლიზა ბაგრატიონი, გონია რომ აი მეომრები გამოებია. მოიხმეტო ხალხომე არაფერს ვაშია. რა გვარი აი მერელი ხითხითა რაღაცა თორე ეხლა. არა ლიზა ვოკალში ძალიან მოდი ვნახოთ ვიდეო ამის სისულელებს ახლა გავეშვათ. ბატონო. ლიზა გვინდოდა? სწორად მოხდეთ თუ გინდოდა. ლიზა გამარჯობა ჩვენ კომპანია ნახევარ ფაბრიკატებიდან გირეკავთ თქვენთან შემოთავაზება გვაქვს თუ დაინტერესდებით. დიახ ჩემგან გიდათ ნახევარ ფაბრიკატები. არა, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ვაწარმოებთ ნახევარ ფაბრიკატებს და ეხა ბაზარზე გვინდა შემოუშვათ ახალი ფენოვანის გაყინული ცომი და გვინდა რომ თქვენ გახდეთ ჩვენი სახე. და ისე ფონზე უნდა დავისვათ თუ ხელში უნდა მეჭიროთ? არა, უბრალოდ ხელში გეჭირება ცელოფანზე თვითონ შეკვრაზე იქნებით თქვენ გამოსახული და სახელწოდება ექნება ლიზას ნახევრად ფენოვანის ცომის მომავალი ხაჭაპურები და რაღაც დროჟზე რო იყოს ჩემი სახელობით არ შეიძლება მარტო ნახევარ ფენოვანი. იცით რა, შეიძლება რომ მაგაზეც ეხა წარმოებაში დროჟი არ გვაქვს ესე ჩართული ამაში, მაგრამ შეიძლება. მე გიჩვით, არ არის პრობლემა. დროჟ მოგვიტანთ თქვენ და ჩვენ რო რა თქმა უნდა, გიგვაქვს. თქვენ წარმოება გაქვთ დროჟის? ყველაფრის წარმოება მაქვს ისიც კიდე. მაშინ სადღაც აი რო დაგირეკოთ ხო და 2 ტონა დროჟი რო მოგვიტანოთ. ბატონო არ იქნება არანაირი პრობლემა. ეს პირადად თქვენ მოგაქვთ თუ მძღოლი გამოუშვათ თუ როგორ გავაკეთოთ? არა, პირადად მეცით უნდა გავაკეთოთ. ბაგრატიონები დროშს აწარმოებდნენ. ისე სხვათა შორის ბაგრატიონები დროშს აწარმოებდით ხო ადრე თქვენ თუ? კი ბატონო. ой, რა კარგია. კარგით, ესე იგი შევთანხმდით ესე იგი ისე იქნება ესეთი შეფუთვა იქნება გარედან თქვენ ხართ ეს ნახევარ ცომი გიჭი. ალბათ მე უნდა გადავიხადო ხო ფული? არა, რას ამბობ? პირიქით ჩვენ 1 წლის განმავლობაში ისეთი პრესტიჟია რომ მე მაგალითად აი სიამოვნებით მე თან ჩავდებდი ამაში ფულს. შეიძლება ამაზე დალაპარაკო, მაგრამ იცით 1 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანიისგან ყოველდღიურად მოგაწვდით მე ამ გაყინულ ცომს.
შეგიძლიათ მე ზილოთ, რა ვიცი, ხაჭაპური მოზილოთ, ძალიან კარგი გამოდის, აჩმაც კარგი გამოვა, ნაპოლეონი, ფანტასტიკურია. ლობიანი მარხვაში. არა და ყველა იცნობს რომ ხერთუყარია. აი საოცარი შემოთავაზე. всё, ესე იგი შევთანხმდით, ძალიან კარგი გვიხარია, ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის. მაგრამ აი როგორიცა მესოფე. რა არის, როდესაც გაკ აი ადამიანი ხარ განათლებული რა. ანუ იუმორის გზნობაც გაკ. შეგიძლია აყვი ადამიანს, კი არ გაბრაზდება. ერთადერთი ის არ მიწყობს, რა ქვია. ეხლა დავიწყე ქონების დაგროება თუ რაღაცა ჩვენი წინაპარი სასალოკაზე იყო და ლიზა ბაგრატიონს რასთან მაგათ იმდენი ქონება აქვს სალოკა რა სასალოკა ნიშნავს რომ გიჭირს რა თორე ლიზა ბაგრატიონს იმდენი ქონება აქვს და ქონება რა შუაში ადამიანის იუმორთან და განათლებასთან აუცილებელია ადამიანის იუმორი და ინტელექტი რო აქვს ანუ იუმორშიც არ აქვს პრობლემა ინტელექტი და განათლებაში აუცილებელია ფინანსები ჩემო ლასტაჭკა ეს როგორ შეგეშალა ამერიკაც არ ვიცი ხალხმა გასაჯოს რე საუბრობ შენ ახლა გინდა რაღაცა ჭკვიანი გამოჩნდე თუ როგორ არის შენი ძალიან ჭკვიანი გამოჩნდი მართლა აი ხალხი ნახავს ხა ლიზა ბაგრატიონს რო ქონდეს განათლება და ის სირცხვილის ეკნება რო არა ქონდეს დედაბუდიანაც უმდიდრები არიან და ახლა ეგ ჩემია გასაკვირი სიმდიდრე განათლებასთან არაფერ შუაში არ არის განათლების მიღება თუ გინდა ადამიანს შეგიძლია მიიღო განათლება ახლა ესეთი დრო მოვიდა თუ ფული არა გაქვს ტიქსაც ვერ აყიდულობ ინტერნეტი არის იმის საშუალება რომ ყველაფერი ის ინტერნეტი მე მაგ შეგოთები არ ვართ ეს ფორმატის გადაცემა ეხლა რომ დებატებში შევიდე ვიღაცასთან რა შენთან აი ნახეთ განათლების ხერს ხელი არ უნდა მოერწყა ახლა ის განათლებაში მე არ ვარ იმ დონეზე განათლებული მე ხო შენ იცი რას გიზავ მართლა მე აღარ მიმარგა ხალხო ხო და გაჭუმდი გვერდები აღარ მიმარგა შემდეგი ზარი არის ექიმ გიგა სორდიასთან პროჭი. Păi, პროჭი მაქვს გამოვარდნი. პროჭონელა. იმდა შემხვდა გიგასორდია და სხვათა შორის ძალიან დიდი რეკლამა გამიკეთეთო. მეორე დღეს თურმე 23 პაციენტი ჩაეწერა პროჭის პრობლემით. ნახოთ ვიდეო დაგიბრუნდებით. ვურეკავთ მეგობრებო გიგასორდიას გასტროენტეროლოგი კუჭნაცლავის გიგასორდია. ალო. გიგა მინდოდა? მე ვარ. ბატონო გიგა, მე თქვენი პაციენტი ვარ და ძალიან ისე შეწუხებულ თემაზე გირეკავთ. რა წამალი დამინიშნეთ ეგეთი რომ პროჭი გამომივარდა? რა ხდეთ, ფაგრათი გაქვთ? არ წამალი დამინიშნე და პროჭი მაგ გამოვარდნილი გარეთ არის. რა გავაკეთო ახლა? რა წამოსვათ, აბა მითხარით? არა ხავეთ. პროჭინოლი. რა სვათ? პროჭინოლი. რომელი ხარ? რა და თქვენი პაციენტი დაზარალებული პროჭი გამოვარდნილი. პროჭინოლი. ყوانინდა შევაკეთო. კი, რა თქმა უნდა, შებრუნება. გიგა გამარჯობა გადაცემას სარკასტიკი დაგირეს. თამაზა მე მგონი რაღაცა წამასვას პროჭინოლს, იმიტომ ისე კარგად იცოდა ამ სახელის სახელწოდება ამ წამლის. მე ძალიან ბევრი ვიცინე პროჭინოლი. აი მე ფანტასტიკური ზარი იყო გიგა, მადლობა რომ გვიპასუხე. ოქრო ხარ, ორ შაბათს გამოგრიალდები აი გმირილა. წარმატებული საღამო. კარგად. აი გამოწყვეტა გადაცემა ზარი იყო ისე. რამდენს ქონია ის რომ აი მაგალითად კუჩი ვერ გადის პროჭიო. პროჭის გამოვარდა პირველად გავიგე ბიჭო სხვათა შორის მაგი. პროჭი გონა გამოგივარდეს. ძალიან გცემ რამდენჯერ თქვი იქ სიტყვა უკვე. არა, ვერ ვიგებ, მე უნდა დავსერჩე და Google-მაც არ მანახა, პროჭი გამოვარდი. კარგი, მართლა ეხლა. ხმას აღარ მოვიღებ, ძალზე მეტი მომივიდა მართლა. პროჭი გამოვარდი. კიდე ახლა გცემ, უკვე მე რამდენჯერ უნდა თქვა. მორჩა სანდომზე გადავიდით, კლუბზე ვაფშე მაგათ თემას არ შენ შევა. დღეს 200 ლარი გამოგაკდა ხელფასიდან. მე ვითვლი. 200 ლარი. რა ვთქვა რომ კარგი პროჭი 250 ლარი. არა, მინდა რომ კარგად გამოვაჭი. 250 ლარი გამოგაკდა. კაი, პროც ვაფშე აღარ ვიტყვი. 300 ლარი.
მიდი აბა ეხა გაგვიყვე. ისეთი რა არის ეხა სიტყვა პროჭირო 350 ლარი. და ხო იცი რომ გამოგიკლებ. ხუთ პროჭი არ გამომარდეს და 500 ლარსაც გადავიხდი. კაიფსო. ტვინიგა გამოვარდნილი შენ. შემდეგი ზარი ისეც რასაც მევჭამ და რო არ მივარდება. რა რის გამ არ თქვა. არ ხო მართლა არ თქვა. იცოდე ქცე. სულ ამოვჭრი ამას. ხო კაიფსო. შემდეგი ზარი არის ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილთან, რომელსაც დაურეკეთ ამ სეზონის დასასრული იცი რა იქნება? აი დაგაკლავ მაგიდაზე. როგორ მოგინდა რომ აი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტგან ბავშვი გაგეშინა. ნოდარ მელაძისგან ბავშვი გიტოვა. ურეკავთ მარიამ გაფრინდაშვილს და ვეუბნებით რომ ნოდარ მელაძისგან ვარ ფეხზიმეთ ნოდარ მელაძე არ პასუხობს. ნახოთ ვიდეო. ალო მარიამ იმინდოდა. მარიამე ვარ ვისვასაო. მარიამ გამარჯობა. ნოდარ მელაძეს ვერ ვუკავშირდები და მაფეხზიმა და აღარ პასუხობს. რა ხდება ქალბატონო? რა ხდება ქალბატონო? ნოდარ მელაძემ და მაფეხზიმა და აღარ პასუხობს და თქვენი ნომერი. და რა გჭირდა? ფეხზიმეთ ვარ ნოდარიზი. ბატონო? ნოდარისგან ვარ ფეხზიმე და აღარ პასუხობს. ხეთ ფეხმძიმა? ნოდარ მელაძე. მარიამ ბატონო ვერ გავიგე. დამეხმარეთ მარიამ ნოდარ მელაძემ და მაფეხზიმა და აღარ პასუხობს. მელაძე დაგაფეხმძიმა? ალო დიახ. დამეხმარე დავალაბარაკე. როგორ დაგეხმარო თუ დაფეხმძიმებული ხარ? თქვენ ხომ მუშაობთ მასთან ერთად დავალაბარაკეთ. მარი ვაროს კაროსარი მსახიობი. აი მე ისა სახეშნო ჩავიხედო ალბათ. ცრემლები წამოვიდა ტელეგრამს ჩამომი დეგენერატ სცენარი. ვაროს კაროსარი მსახიობი. თარო სხვა რაღაცაზე ვიცოდი რომ აი მე ეს რა სუდად გავხდი ომი. ვაი მე ღმერთო წრემლები მომდის. ვაი მე მირეკავს. ალო ალო. დიახ ქალბატონო ისევ ფეხმძიმედ ხარ? დიახ დავწყნა დიახ. ჩემი ნომერი ვინ მომწონს? ნორმალს მომწეს და დამეხმარები თუ არა? მე როგორ დაგეხმაროთ ქალბატონო? შეგიძლიათ ამიხსნათ? მე როგორ დაგეხმაროთ? კარგით სხვას დაურეკავ. ვინ ეხავთ კიდე მან? მან კიდე ვინ ხავთ ნომერი ჩამაწერინე დაურეკ. ინგა გრიგოლია. ჩემი აზრით დიდი აქცია უნდა გამართოთ. მოვალ. დამშვიდით და მოგვიანებით დამირეკეთ. კარგით. გადაწყვეტ თვის გამხართ ფეხმძიმად. კარგი და კარგით. შერო კალი იყო და მომენტ ვიღაცა და ფეხმძიმები აი უკვე მისოდება. აი მე რა ვინ თქვა დეგენერატი. მის შეცვლა არ შემიძლია? რა შეგიძლია ისეთი შეცვალე რომ აი პატარა ვიცი. ნოდარ მელაძე შოქშია. შენ იცი მაგზარის გაგრძელება? მარიამს რო ვესაუბრე და სტომატოლოგთან იყო და თავით ხოეროლოგიზო მეორე ზარზე სტომატოლოგი ეუბნება უეჭველი სარკასტიკიდან გირე. აი არ არსებობს და სარკასტიკიდან გირეკავენ და თვითონ საერთოდ ვერ მიხვდა მაგზა. მაგრამ სასტიკი ზარი იყო ესეც.
არა მაგარი იყო. ვერ ვიტყვი რომ აი ეს როგორი ზარი იყო, აი არა მაგარი ზარი იყო. ანუ იცი რა ვერ გავიგე, ისეთი მოთქმით ტიროდი რომ აი იცი რა მეუბნებოდი ვერ იცვლი ხმას და გადავწყვიტე რომ აი ამ ზარში მთელი ჩემი ნიჭი ჩამედო რომ შემეცვალ და ძალიან ახლოს რატო ზიხარ ჩემთან ხო შეიძლება ცოტათი ჰაერი და სივრცე მქონდეს აბონუდარ მელაძე ვიყო მიჰაუში უნდა მივიდე რაღაცა სხვა სკამები უნდა წამოვიღო რაღაცა ისეთი დამცავით მაგათ იმდენი ავეჯი აქვს რომ ესეთი დამცავი ბარიერით უნდა კორონადოს ვიყო ხო რა აი შუშის პანჯარა სახეს აღარ უყურო აი ეგეთი გავაკეთოთ ბოლოს რა გადაწყდა ანუ ვაჩენ აპირებ გაჩენას თუ რა როგორ შეთანხმ ვაჩენ მარტო ხელზე დედა ვიქნები ნოდარ მელაძე აი კაი სანამ გადავალთ შემდეგ ზარზე ბუღადავლიო შემდეგი ზარი არის ისევ ექიმი ექიმებს ზოგადად გადავეკიდეთ ამ სეზონზე იმენა ექიმები ყავს ამოწყვეტილი დავსდებთ აი არ ვანებებ თავს სხვათა შორის ექიმებმა ჩვენთან ფული უნდა ჩარიცხონ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ექიმებს მაგრა ვაპირებთ და მე პაციენტები მიდიან მაგრამ შემდეგი ზარი არის კოტე მათითაშვილი ვორეკავთ კოტე როგორ კოტე ექიმო გამარჯობათ როგორ ხართ კარგად მადლობა იცით რასთან დაკავშირებით გაწუხებთ ერთი კვირის წინ გავიკეთეთ თქვენთან ბოტოქსი შუბლის აი რაღაც მესამეჩი თუ რაღაც ესე და ერთ თვალს ვეღარ ვახელს საერთოდ და არის ბოტოქსი დილას გაახეთს დღეს დაიძინეთ არა უშავთ არა როგორ 3 დღეა თვალს ვერ ვახელ და არაფერია ხვალ დილას გაიგვიძებთ დღეს დაიძინეთ არა ისე ერთი თვალი ღია დამჩა მეორე დახუჭულდა ხო და მეორეც დახუჭეთ და დილამდე ორივე თვალ დახუჭულმა კარგად გამოიძინეთ ვერ ვხუჭავ იმ ერთ თვალს ბატონო კოტე ძალა დაატანეთ რომ მოხვიდეთ ახლა და დამეხმაროთ ერთი თვალის დახუჭვაში ვერანაირად ვერ მოვა მე რომ მოვიდე და მეორე თვალშიც გბოლა მაშინ ორი თვალი მაინც დამახუჭინეთ მე ცოდო ვარ 11 საათზე ვერ ვღებულობ პაციენტებს ვერა ხო ვერა დილით რომელზე შემიძლია მოვიდე დილასაც ვერ მიგიღებთ თბილისში არ ვიმყოფები ანუ პრეპარატი შეუშვით და აღარ ახართ დატყდით საქართველოსთან ეგრე 20 პაციენტი დავტოვე ეგრე კიდე კაი თვალი მაინც მეხუჭება და პირი არა მაგ დახუჭებული და ვლაპარაკო ძალიან ნაცნობი ხმა გაქვთ პატრიცებულო ძალიან იმდენი გესაუბრეთ რომ კარგად გაგეკეთებინათ მაგრამ რა თქინდა ერთი თვალი დახუჭული მაქვს არა უშავს დღეს რომ დაიძინებთ ხვალდილას ორივეთი გაიღვიძებთ გაახელთ და ძალიან კაი სამყაროს დაინახავთ გარშემო კარგით თუ ვერ გავახელე დაგირეკავთ კი ბატონო ბედნიერია მწორთალი იქიდან გამომდინარე შენ ხო იმით რა ქვია ძველებური რაღაცებით იცი ხომ ეს სახის გადაჭიმვა რა ქვია პილასოსი და რაღაცეებს იტარებ და ის ეგ თანამედროვეა ძველებური არ არის ძველებური ხარ შენ ხო მე კიდე სულ ბოტოქსები და სოწყობა რაღაცები მაგიტო ესეთი ლამაზი სახე და ლამაზი მოყვანილობა ბოტოქს რა თქმა უნდა ყველაფერს ბიორეაბილიტალიზაციას როგორ აბა მითხარი ბიორეაბილიტალიზაციასაც ვიკეთებ კიდე ბოტოქს ვიკეთებ, თავზე ვიკეთებ, პილინგს ვიხოლმე, პლაზმოლიფტინგს ვიკეთებ, პლაზმას ვისხავ თავზე, რა ვიცი 900 რაღაცას. რატო არ გშველის? სახისყრის მოდელირებას ვიკეთებ. არაფერი რატო არ გშველის, რა უხარ. როგორ არა, აი შემომხედეთ ხალხო. ნახევარმთვარეს გეხვარ, შეჭემა რა შემომხედეთ. ნახევარმთვარეს რა მიგავს? აი ეს სახე. არა ბიჭო, ძალიან ლამაზი და შეატრიალე თავი, ნახევარმთვარე ხარ. აი სამაგიეროდ ყველაფერი ბუნებრივია მათ. კარგი. შემდეგი ზარი იქნება ისევ ექიმთან. ამ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სხვა ბევრი გწერდა, თქვენი საღადაო არის ეს ექიმიო, მასო საცალიაო თქვენთვისო. გიორგი ღოღობელი. ისეგაც მაგასაც ხო გვიმონი კალის მიდაურეკე და ექიმებას უდაი ხახო როგორ მორბოდა რომ ხახო გაიჭია ჩემთან ერთად. მეგონი ლობიოსთვის უნდა და მაგასაც წაიღო. დიდიო ხერია. ზარი გიორგი ღოღობერიძესთან ვინდა რომ ხახო გაგვაფრთხნევინოს. თუ გადაგვათვლებინოს. რომელ ჭიანია რომ გავარჩიოთ რა. გიორგი ღოღობერიძე არის ექიმი, რომელიც აქტიურად არის სოციალურ ქსელებში ჩართული და მოკლედ კორონას დროს იმენა აი კორონას დროს საერთოდ აი სახე აიხია. კინო კორონა დაიმართა თავის თავზე. ხო და მოკლედ ამის ვიდეო ნახე, სადაც საუბრობს ხახვის ანუ ხახვა ძალიან კარგია ორგანიზმისთვის. ხო, მაგრამ რა შემთხვევაშია ხახვი ცუდა და თუ ამ ხახვზე მოდი ვიდეო ნახოთ. და უფრო დეტალურად გავიგებთ. თუ თქვენ ხახვს სახლში ინახავთ, მაშინ კარგად დააკვირდით, არის თუ არა ხახვზე აი ამგვარი შავი ფერის ლაქები. შეიძლება ესე გარედან არაფერი ეთყობა, მაგრამ თუ რამდენიმე გარს მოაშორებ, შეიძლება ქვეშ დაინახო.
ეგ შავი ფერის ლაქა ჩვეულებრივი არ არის რეალობაში ეგ სოკოა და ეგ სოკო არის შავი ასპერგილუსი. დაურეკოთ გიორგი ღოღობერიძეს და უთხრათ რომ ერთი მეშოკი ხახვი ვიყიდე და მოვიდე და გადამარჩევინოს მაჩვენოს რომელია კარგი და რომელიც ცუდი. მინდა ვიმკურნალო. რა უნდა იმკურნალო ხახვზე გეუბნება რა არის კარგი და რა არის რა მკურნალობა. ხო ზოგადად ხახვი სასარგებლო და ცუდი ხახვი არ არის სასარგებლო. ესე წყალ. გამარჯობა. გიორგი გამარჯობათ როგორ ხართ? არამ შესკისმეთ. ისესთან დაკავშირებით გაწუხებთ თქვენი ვიდეო ნახე ხახვის ზერო გიდევთ რომ გაფუჭებული ხახვი ცუდია ორგანიზმისთვის და ასე შემდეგ საკვებად და ერთი მეშოკი ხახვი ვიყიდე და ისეთი დაბნეული ვარ ვერ ვარჩევ ვერ გავიგე რომელია კარგი რომელიც ცუდა ხომ ვერ დამეხმარებით რომ გადავარჩიოთ ერთად. კი გამომიგზავნეთ სურათი და მოგეხმარებით. არა სურათით ესე იმდენი ხახვი მაქვს მეშოკებით მილაგია. მაინც როგორი უნდა იყოს ცუდი რო? ცუდი როგორია? ნუ ზე თუ დაინახავთ რომ თქვა მოშავ ფერის ლაქები აქვს, აღერაბოთ ვიდობის საკო იქნება. აი მე ვერ ვარჩევ ფერებს, სუშავად ვხედა ყველაფერს. რა მეშველება? 50 კილო ხახვი რა ვქნა. ტაქსით რო გამოვიტანო თქვენთან და თქვენ სახში დავარჩიოთ. მე ხა სახში არ ვარ, მაგრამ თუ შესაძლოა მარჯანიშვილზე ვარ. აი მე ტაქსიმდეს გამომართმევს რომ გდანიდან მარჯანიშვილამდე ხახვი რომ იყიდო და გამომიგზავნოთ. თუ ესე წააგჭირდებათ, კი ბატონო მითხარ მისამართი. კი, ლობიო მაგ დადგმული და ოქროსტის არის ხახვი ამდენი შოვანი ვარ. კი, მოხრაკული ხახვი. ბაღდოშვილმა მითხრა რომ ეს ერთ-ერთზე უნდა გადაურიო. რა გითხდება მე უფრო მაინც სამეცნიერო კუთხით გითხავთ რამეს. გიორგი გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ. გიორგი სალამი როგორ ახარ? ესე გითხები ამით. გიორგი და თამაზა გირეკავდით. როგორ ახარ? არა შაშუა ლექციაზე ვარ ხარა. ვიმე, კაი, გიო ბოდიში. დროებით. მადლობა. კაი. ანუ მთელი ლექცია ისმენ და ხახვის ამბავს. მთელი ჯგუფი ბავშვები ხახვის გადარჩევის ამბავს. როგორ უცბად მომცა მისამართი? მოვიდა მერე. წერდა და დავბლოკე. მეთქი აქ აღარ მომწევ თავი დამანებები. როგორ დაოჯახებული ვარ. ხო, დაოჯახებული, ორი მიმწოლი ყოფილა, ხახვიც მოკვდა თუ რაღაცა. 2 კილო ხახვი ვიყიდე, წითელი გიყვარს თუ თურქულიო. მე ვსყარი არ დაგინახო ხო მეთქი, ჩემო თვალე მაიგ დაკრული. ამოვიგდე ხახვით რომ მოდის გიორგი. ასევე ჩვენთან ერთად არის ამერიკული ნომერ პირველი პრეზერვატივების ბრენდი ტროიანი, რომელიც დაუწყარი ზაფხულისთვის გამოგადგებათ, არა მარტო ზაფხულისთვის, ასევე იმ მომენტებისთვის, როდესაც სპონტანურად გიყვარს დაუწყარი ღამეების გატარება. ამერიკული ბრენდებმაც კი აი დაიწყო ჩვენში ფულის ჩათება. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ GPS-ის სააფთიაქო ქსელებში და თუ გეზარებათ წასვლა, ან ხართ თამაზასავით ძალიან მორიდებული ადამიანი, შეგიძლიათ გლოვოთი და ბოლტით გამოიძინოთ და სახში მისამართზე მოგიტანენ. ფართო არჩევანი და ნომერ პირველი ხარისხი. სანდომი ჩვენთან ერთად არის, რამელისი ჩვენთან ერთად არის. და გადავიდეთ შემდეგ ზარზე. შემდეგი ზარი აი აქაც დაგიძა. მე ისე რას ხვდები რომ თითქმის არა, ბევრ ზარებში გიძაბავენ შენ. აი ეს სოფია ბზეკალავა ლაპარაკობს, გადასცემს, გადმოსცემს, ხალხს ატყუებს, თვითონ ამ თვეში ეშველებად, იმ თვეში ეშველებად. აი მე იცი ხომ მე პირდაპირ თქმა, ქართელი ვარ, მაგიტომ ვიზღები ხომ მე აი რა ვიცი, ჯერ შენ თავს უშველე, მერე სხვას უშველე. ასტროლოგი სოფია ბზეკალავას ვურეკავთ და ვეუბნებით რომ რატო დაგვაქცია რა. ხო, რატო დაგვაქცია. ჰელო? გამარჯობა, როგორ ახართ? გამარჯობა. იცი რასთან დაკავშირებით გაწუხებთ? მე ვარ ტყუპები და ჩემი მეუღლე არის კირჩხიბი. ძალიან აქტიურად ვუყურებ თქვენ ჰოროსკოპს და ვადევნებ თვალყურს აი ყოველდღიურად და ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ ორივე. გითხარით რომ აი მაისის თვეშიო მდგომარეობა უკეთესობისკენ შეგეცვლებათო, მაგრამ აი ძალიან ცუდად ვართ ორივე ყველაფერი დავკარგეთ. არც ახლი, არც კარი, არც მანქანა. რომელი ხარ? რაღაცინებს გვიშველი რომელ თვეში ამბობს უთქებთ რომ გვითხრა? მაისის ჯანდაბას და აი შემდეგი თვეები როგორი გვაქვს?
გეხვეწები მთვარე გამოიძახე თუ ვარსკვლავები რა გვეშველება ამ წელს რამე გვეშველება თუ არა რო გითხრა ლუკა შენ ხარ არა ლუკა თემო მქვია ვიხუმრე და გვეხოხა არა მარტო ზანწუწაში ვარ ორივე ერთი ბინა გქონდა მოსკოვის პროსპექტზე 32 კვადრატული და იქიდანაც გამოგყარეს და როგორი ის ფინანსები კაი სიყვარულს თავიდანები ამის კარგი სახლით სახსუ დავიბრუნებთ სიყვარულს აღარ დავეცებ ესე ვერაფერს ვერ გეტყვით რო ჩახედოთ ვარსკვლავი ჩავხედა ამისთვის კონსულტაცია უნდა ჩავნიშნოთ ესე ახლა მაგაში წამაძროთ კიდე ფული აღარ შემილია ყველა ფულს ამთხოვს ახლა მაგაში აკეთოთ ფული ჯერ სახლი დავკარგე 32 კვადრატული აბა მაინც საბოლოო ჯამში რა მეშველება რამე თუ კი გეშველება რომელ თვეში როცა მოინდომებთ რა ბედნიერი აი მე ხლა მიდი დაენდე რა აი ეხლა მიდი დაენდე აი რომელი ხარ მართლა მაინტერესებს ნომერს ვეცნობ თემო რა ვიცი როგორ მიცნობთ ვინ არის თემო არ ვიცი თემო ვინ არის თემო რომელსაც ცხოვრება დაუნგრიეთ მე და თქვენმა ასტროლოგიამ რაც აი ამ ცხოვრებამ არ გვიყო აი თქვენმა ასტროლოგიამ იმენა გაგვთელა დედაბუდიანად რომ ხედავ კროსორდებს და ვაფშე აი ასტროლოგიის რამეც აი ბურჯგლი მაყრის არა უშავს ტაროს კარტები შეგიძლიათ დაიჯეროთ ახლა აი ერთი მანქანა დამჭავ ტაქსაობა ახლა ტაროთ გეგაც უნდა დამაკარგინოთ ვინა ხართ აიმე ტაროზე ვკითხავთ ტაროზე არა თქვენ გიქცევთ რომ ტაროს კარტები დაიჯეროთ არა ერთი მეშოკი სიმინდი მაქვს და მეთქი ხوار მიუტანო მეთქი ერთი მეშოკი რა გავამთ ერთი მეშოკი ტაროზე ვკითხავო და ერთი მეშოკი სიმინდი მაქვს და მეთქი დასაფხოდელი და მეთქი კარგი თაბა დაგემშვიდობებით თუ რაღაცა შეიცვალა დამირეკეთ ხო რომელი ხარ მაინც არ მეინტერესებს უბრალოდ ანცალი ეხა მაგდა გავარკვიო უნდა მირეკავს ეს თქვენ გაარკვევთ აი ვარსკვლავები და მთვარე გამოიცა ძალიან მადლობა გავარკვევ გამიგერეთ აუცი მეთოდინება კარგი ნახვამდის მე დავიხჭე აი მეგრემლები წამომივიდა სიცილისგან ბიჭო ზეკალა ისე გჯერა ასტროლოგია არა ბიჭო სიტყველებს ალაპარაკობენ ზეკალავა კიდე უფრო არ ტყავს ხოლმე აი იმაზე მეშლება ნერვები რადიოში როა რა ქვია საგარელი არა აბა ვინ ის ძალიან ცუდ რაღაცებს ამბობს დავით საგარელის გჯერა არც მაგის არ ამჯერა ახალწელს ის ლურჯის დადე და ის დადეო ერთხელ დაუჯერება ვინე ფული გადავაგდე ხორბალი და რაღაცი და პირსახოცი რო გაცვია ეგ არაფერი ერთი წუთი ის ტანს იმშრალებ ხოლმე ის მითხარი რა ის ქალი რო არის რადიოში რო არის არ ვიცი მე რატო უნდა ვიცოდე მაგათი მიხდება რა ერთი გოგო არის რადიოში არის და დღეს რაღაცაო და ხვალო ვინთებზები ხარ თუ დაელოდეთო და ის ხვალინელი დღე არ დადგა არ დადგა ასტროლოგიის მეც აი ესე თან ჯერა თან არ ჯერა ნუ ასტროლოგიაზე დამოკიდებული არ ვარ არც მე ერთხელ ვაფშე ყოველდღიურ ასტროლოგს ვკითხულობდი და ისე დავიმძაფრე რომ მე სულ წავშალი აღარც ვკურებ და აღარც ვკითხულობ რატო დაიმძაფრე ამით დღეს ხვალდაზე გვარაფერი შეიძლება 3 დღეში ხამის სახში არაფრის ყიდო არ ვარგაო სუპერმარკეტში წახვიდე ეგ ეწერა რა და გამოგეძახა ნებისმიერი არაფერი სახში ეცეკა თუ ეგო და ვერ მოვასწარი და რამის მოვკვდი მშიერი კაი შემდეგ ზარზე გადავიდეთ ახლა და შემდეგი ზარი არის ქუთაისელ გოგონასთან ვრეკავთ, რომელმაც დაგიძაბა ისევ. ინდირა ჯგერენაია. ოიმე, ეგ ფხიზელი ხო ძალიან სტრალია. შენ ეგ მტრალი არ გინახია. შენ ეგ მტრალი არ გინახ. ერთხელ რესტორანში იყო და მეც ვიყავი დაბადების დღეზე და სადახარო ამდენი ხანიო მოიტანეო ვისკიო რო გითხარი. ზარი ვნახოთ და მერე დაგიბრუნდებით. ალო. ინდირა გამარჯობა როგორ ახართ?
მადლობა, კარგად, რომელიც. მე თენგო ვარ კომისარიატთან გიკავშირდებით პოლიციიდან. საჩივარია თქვენ სახელზე შემოსული და კვირის განმავლობაში რა დროს გცალიათ რომ მობრძანდეთ ჩვენთან ქუთაისში. ერთი წუთი მუსიკას ვინ მიკავშირდება? მე თემო ვარ პოლიციის უფროსი ქუთაისიდან. რომელი პოლიციის უფროსი ხართ? ქუთაისის. რომელი განყოფილების? ქუთაისის რომელი განყოფილებიდან მიკავშირდება? მე-18. როგორი? მე-18. და ვისი ბიჭი ხარ? მე-13 განყოფილება ქუთაისსა და აქ. უკაცრავად ქალბატონო ცოტა ისე კორექტულად ისაუბრეთ, ვისი ბიჭი ხარ პოლიციას ესე არ უნდა მიმართოთ. მე მგონი ეხა ხუმრობის ხასიათზე არა ვარ და რა ვიცი. მოდით მე გეტყვით პირდაპირ აზრს გირეკავთ და დანარჩენი თქვენ გაარკვიეთ ეხა SMS-საც მოგივა დაბარების პუნქტი. კარგი, ოფიციალურად ჩამაბარეთ და ოფიციალურად ვისაუბროთ. იცით რა მაინტერესებს? თქვენ აქ გიწერიათ ანუ რაზეც საჩივარია შემოსული ოფიციანტს ამოარტყით სიმღერის დროს. და არა მოგარტყა ეხა მუსიკაპილებში. არ დაგაყოლო თავზე ზემოდან. მე თქვენ დაგეცეთ ორივე ტაკი მასხარებია. ჯერ გეკითხა მაინც ქუთაისს სადა აქ მე-13 რაიონი. მე-13 აიხლა შენ თუ პოლიციაში ნამყოფი არ აღარ საიდან იცი რომ რა ისინი არის რა კი ოლქები და რაღაცა არა ვარ ეხა ნამყოფი ბოლო ძმა მყავს ამხელა რა იყო და ყველაფერი მარტყევია საქვეყნო რა ძმა რა იცი ამოგირტყია პანჩური მიმტანისთვის შენ ამოგარტყავ და შენ მიჩი დეგენერატ ინდირა რა სიმღერას წერეთი წაგვიმღერი გახსირებული კაცები ზიხარ მოდი აქ მოდი ტაკი მასხარები მოცლილები ხაქალი ვზივარ მუშაობს სიმღერას ვაკეთებინებ მოსწავლეს და მირეკავ პოლიციიდან საჩივარი მაქვს და თან რა თემ ვინ მირეკავს ახლა პოლიციაზე საჩივრით ასე მე რო ვინმე მიცემს გამაციმბირებენ რამე რო დავაშავ მეთქი შენ წერდი ინდირას სიმღერას და საქვეყნოდ ინდირა მადლობა ზარისთვის მიხარ ხარ და ძალიან ბევრს გაჩნი მიდი პაკა კოცნი მიდი ანჩური ჩემზე იყოს ამაზე მაგას რო აყვები იცი რა არის ხო დაიცაბა არა ისე მაგარი ჩაგვიძაბა ეს იყო აი ქუთაისური ჩაძაბება კი ჩვეულებრივი ისა რა ქვია აი რომელი პოლიცია რომელი სამდა მაგა შეიძლება ადამიანს საცემლელსაც გაიწიოს რაღაცა იძახიან ქუთაისში რომ ვიღაცა მიმტანსო თუ რაღაც ტრაქტორი მოარტყობთ რაღაცა რაზეც დაურეკეთ მართალია გამბო არა ხო ეგ რაღაცას ამბობენ რომ ტრაქტორი ვიღაცას ამოარტყა თუ დაგირეკ ამ გადაცემის მერე თუ ამოგწყობ ტრაქტორი მერე მე და მე მუქრა სხვათა შორის რომ სადაც გნახავო აი ვერ გადამიჭი მახსოვდა ქუთაისში ვიყავით ჩვენ ჩასულები გითხრა რომ ქუთაისში არ დაგინახო და ჩამოსულები არა მე მითხარ მალი არ წახვიდე შენ და საქმე მოხდა სანამ მომდა მე უკვე ხინკალიზე სტრაფაჭი წამედა წამოვიდი ესე იგი შენ ვერცეთ ობიექტზე ვერ ჭამს საჭმელს ისე რომ აი მშვიდად იჯდე და ბედნიერად აფუილო პოცი კაი გადავიდეთ სკეჩზე ამ გოგონა შენი კოლეგა მე ხომ თეატრალურში ვსწავლობდი ამ გოგონამ ითამაშა იტალიურ ფილმში გატაცებული იქნა ეს გოგონა როგორც მონა ეგრეა როგორც მონა საუბრობთ თამ ვაშალომიძის იტალიურ ფილმში მონაწილეობაზე რომლის სკეჩი გავაკეთეთ მოდით ვნახოთ ვიდეო ის ისპეთ ვიძახიდან ნუ იცი დეგენერატო ნუ წამავლე აი მიდი და პოტელი აი ხა დავიწყე I just want to go გაჩუნდი რამეზე დამკიდებ შეჩემიზა წამავლე ყელი პეqi მაგი მოტეხილი რო არ გაგეთ პეqi რო გაგ მოტეხილი ნადაც უნდა მოკიდო კრეტინო კაი всё ცოტა აწიეს ახ კამერაში დაგინახო 3 2 1 This is bad I just want to go help I just want to go back please my family help please შეჭიმანელა თქვი ეს ტექსტი შეხო ეხა თავი დაგიდებით მომკიდე ხელი მოიცოდე This is bad I just want to go back please my family help To my family კაი
I just want to go back. ნელა თქვი I just want to go back to my family. To my family. Please. Back to my. შემოვიდე თავიდან. არა თუ უნდა მოვიდე. აი აწიეს ცოტა ესე რო ქონდეს. This is a bed. I just want to go back to my family. Help, please. მონიკაია ხო? ჯეგიდა. შენ მოგიყვე. It was bad. Yes. I just want to go back to my family, please. ეხა აღიარე რომ არა მე ვაღიარებ რომ გონია რომ შენ უფრო კარგად ითამაშე ეს როლი. არა, რატო ვაფშე რა ვიცი. აი ჩანს რომ შენ სამსახიობო გაქვს დამთავრებული. ერთადერთი იყო რომ ვინც ბუნებრივ ენაზე ვერ გაიგეს ეს გოგო საიდან იყო. რატო? ტყვეთ. Help, I'm go to help, please. ხო, სადაური ტყვე იყო კაცი მარიცის. საიდან აიყვანეს? იცია განსხვავებული სკეჩებიც ქონდა ჩვენ. ძალიან. და ეს განსხვავებული სკეჩი იქნება ჩვენი ქორეოგრაფიული ნიჭის გამოვლენა, ნიჭის ზეიმი. აღიარე რომ სადაც მიდივარ და მოვდივარ, ყველა მაქსიმღერას გვირთავს და უნდათ რომ მაქსიმღერაზე ვიცეკოთ. შენ რომ ეს რა ქვია მაგას? ქვედაბოლო არ ქვია მას, მოკლე კაბას რა ქვია? იუბკი არა. ნუ მოკლე კაბა შენია. რა ფეხი, რა ტამფეხი, აი აი ყველა ყანის ფლობელის ოცნება ხარ რომ ყანაში დაგაყენონ და საფრთხობელად ესე გამოგიყენა. არა მართლა ძალიან ლამაზი. აი როგორც იტყვე ხომ ლარში გასწორებული ფეხები მაქვს. რაში? ლარში, ძალიან სწორი ფეხები მაქვს. ლარში? სწორი ხო რა? ლარში რა? აი ლარში ნიშნავს აი სწორი. ლარი. მოდი შენი რაღაცა სიტყვების ლექსიკონი რომ ცალკე ჩამოვწერო და ერთი გადაცემა მიუძღვნო და არ გიფიქრია მაგაზე? ნუ აშრიალებ, გეყოფა. ფაქტია რომ ძალიან მონუსხული იყავი შენ ჩემი ფეხებით აღარ დამსვი. აღარ დამსვი. მაბზრია. რო აქციე ხელში ისეთი მძიმე იყავი, ტონიანი იყავი, რომ ვიფიქრე რომ აი ეხა ან გაუშვებ, ან დავარდება, ან ჩაგვივარდება ცეკვა. ტონიანი შენ ახარ. მოდი ვნახოთ და შევაფასოთ თამაზეს წვრილი ფეხები. კოჭები კი გაქვს წვრილი. Essa vê cuco é o barra, olha gulu, 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 gulu. Tá chegando agora, barra do gulu, gulu, gulu. Essa vê cuco é o barra, olha gulu, 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 gulu. Tá chegando agora, barra do gulu, gulu, gulu. Essa vê cuco é o barra, olha gulu, 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 gulu. Tá chegando agora, barra do gulu, gulu, gulu. Essa vê cuco é o barra, olha gulu, gulu. Chegando agora, barra do gulu. კარგი იყო. სანამ შენ ჩემ წრის ფეხებზე ლაპარაკობდი, იმას ოხაცე ფეხზიმეთ არის. რამდენად მე 70 წლის კაცთან რომ ფეხზიმე დახარო. შენ ადამიანი ხარ. მოდი ვნახოთ ვიდეო ირმა სოხაძეს ვურეკავთ რომ ვეუბნებით რომ ის არის ფეხზიმეთ. ალო? ქალბატონი ირმა გვინდოდა? დიახ, მე გახლავთ. ქალბატონო ირმა, კლინიკა ციტოდან გირეკავთ, თქვენი ანალიზის პასუხები მოვიდა. ციტოში? დიახ. არა, აი ახლა მიჭირავს დოკუმენტი, ვკითხულობ, ქალბატონი ირმა, აი პასუხები გილოცავთ, აი ფეხზიმეთ ყოფილ ხარ თქვენ, გილოცავთ. არა. ციტოდან გირეკავთ. ციტოდან ვერ დავირეკავთ, ციტოში ჩემი ფეხი არ ყოფილა 2 წელია, ამიტომ არაერთი ანალიზი არ ჩამგარებია. მე საქმე არა გა. უი, რატო? არა, აქ ირმა სოხაძე მომღერალი. დამსახურებული არტისტი. 70 წლის ადამიანი ვარ ფეხზიმეთ. უფრო სასაცილო რამე იპოვეთ და უფრო აზრიანი გეთახვა. ეხლა ასეთი გონება შეზღუდული მოხდია. კლინიკა ციტოს თანამშრომელი.
დიდი მადლობა. 70 წლის ადამიანი ფეხზე მეწოვიყო, გინესის გიგში ვიქნები შესაძლებელი, მაგრამ არ ვარ სამწუხაროდ. და გავაჩენდი მესამეს. კარგით. კარგით, მადლობა. კარგით, მადლობა ნახვამდის. ესი ადამიანს ფეხძიმობა არ უხაროდეს. რა ტრამვა მიაყენეს ამ ბავშვებმა? ისე მე მასოხაძეს არ აქვს ინფორმაცია 70 წლის ასაკში საჩენენ ბავშვებს და 2-იც კი უჩდება. აი თამაზე ხა ისე არ არის, ხა ფეხძიმეთ არის, კი არ ეთყობა. ისე შენსო დაგირეკოს ვიღაცამ და გითხრას, რომ გილოცავ თამას, ბიჭებსაც დაურეკეთ ჩვენ გადაცემაში ისე ადრე. ნიკა ლომიძეს დაურეკეთ და საინფორმაციო უდუმაშულს დაურეკეთ. მე კალენდარი მაქვს გადმოწერილი, ვიცი როდის უნდა გქონდეს, როდის არა, რო არ დავრჩი ციკლი. ხმეტო მე მგონია რომ ეს ჩვენი საუბრები ალბათ უფრო გადაღლარი ვიდრე რაღაც არაფერი გადაღლარი შენ მაგცეკების დროს ჩემი საჯდომი რო ნახეს ლამაზად რომ ედგა პოდიუმკა შენც მოგინა დუნდულები რა არის ეს პოდიუმკა და რაღაცეები მოკლეკაბა რა ესეთი ლამაზი საჯდომი და ეს რო ნახე შენც მოგინა საჯდომის ოპერაცია და მაგიტო დაურეკე იმას რა ქვია კოტე სულამანიძეს საჯდომი რო საიდან მოუარე რომ საჯდომის გაკეთება გინდა და მე დაზღვევა კი არ გამისყდა ის კი არ დაურეკე რომ ის მეთქი საჯდომზე პრობლემა მაქვს გაკეთებამ გამისყდა საჯდომი მასთან გაკეთებული ზარი კოტე სულამანიძესთან პლასტიკურ ქირურგთან რომელსაც ურეკავ და ვეუბნები რომ ერთი დუნდულა გამისყდა მისი გაკეთებული ერთი დუნდულა გამისყდა თუ წავიდა გვერდზე მოკლედ ნახოთ ზარი კოტე მინდოდა გამარჯობა კოტე რა ეხლა ძალიან საჩქაროდ ვრეკავეთ თქვენთან გავიკეთეთ ესე დუნდულები ტრაკი და ერთი დუნდული ჩამომეწია ქვემოთ. ყველა მეუბნება რატო გაქვს დაწეულიო და რა გავაკეთოთ ახლა? მე თქვენ მახსენდებით. როგორ არ გახსენდებით? გელა. თქვენც მითხარით რომ განსხვავებული სახით გინდათ დუნდულების გაკეთებაო. ისრაელიდან რო ჩამოვედი გელა. არ მახსოვს ბატონო როდის გავაკეთეთ ახლა 11 საათი არის პარასკევი. ხო და ჩამომეწია დუმა ცალი არის კვირას კონსულტაციაზე ვნახოთ რა ჩამოიწია არა მივდივარ და ანუ რაღაცა მითხარით რომ როგორ ავწიო ეს ახლა უნდა გავფრინდე კვირას ანუ რეიქი დავიჭირო რაღაც არის საშუალება რომ ჩამოვალ მე აუცილებლად მოვალ აბა რას ვიზავ ანუ დაწეული ფარდასავით არის ერთსალი მე ხო ტელეფონით ვერ აგიწევთ მაინც ვერაფერს და ეს დუნდულოს და ვერაფერს ვერ ვიზავ და თუ არ გნახეთ და თუ არ ნახე რა მოხდა როგორ უნდა იშო რაკს ვერ განა აბა ტელეფონით რო შემეძლოს ამის გაკეთება სახში იქნება და ტელეფონით გავუკეთებ ანუ ეხლა მოვალ სახში სად ახართ ეხლავე მოვალ და გაჩვენებთ დაწეულს არა მე ეხლა არ მუშაობ და ჩემ დუნდულს რა უყო აბა მაშინ თქვენ დუნდულოს მე ვნახავ სამუშაო საათებში და სამუშაო საათებამდე რა აკეთოს ეხლა ამან გადაცემა სარკასტიკი ნაგირებთ გიორგი ნაზღაიძე და თამას იმედია ყუმრობაში მიიღეთ არ გაბოლო ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ მაგრამ მართლა ჩემ თანაწამყვანს აქვს ცოტა კი ვარჯიშო მაგრამ დუნდულები აქვს დაწეული და არის შველა რაღაცა ცოტა აუციოთ როგორ მინდა იცი სახე ჩატამი ვთქონდეს აი სუ თვალი ქონა დადგმული ჩემ საჯდომზე ღმერთს მიეკარება უთხარი ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ ჩვიდობიან ღამეს გისურვებ ნახვამდის ისე მაინც რამე ფაქტი ქონია რაღაც აი საიდან მოგაგონდა რომ აი დუმის გახეთქვა არც გამიგია მე ვაფშე დუმებს თუ აკეთებდნენ ანუ არ გაგიგია რომ ქალები დუმებს იკეთებენ კიმ კარდაშიანს რო გაკეთებული აქვს ვიცი მეტი არავის არა გაკეთებული ყველა თითქმის ყველა საჯდომია გაკეთებული რაღაცა წყვებოდა ადრე ის რა სიხარულიძე ვიღაცა ტრაკი რომ მომტრიალა თუ რაღაცა რო გადმოვიდა რაღაცა თამოაშელომიძე დაზღვეული აქვს მაგალითად საჯდომი გაკეთებული აქვს ხო მაგასაც დაზღვეული აქვს აბა ჩემ თავის საჯდომს ხო დაიძო არა მე იმაზე მეცნობა კოტემ ეს ტრაგახეული მაინც რო არ მიყიყო აბა თავის კლიენტი რო ვარ და ესე ემსახურები ადამიანს საჯდომი რო გაქცეული მაქვს შაბათკვირა რო სამუშაო გაქვს და ორ შაბათამდე რო ვერ მიტიხარ კაი, გადავიდეთ ახლა შემდეგ ზარზე. ეს არის ზარი დათო ევგენიძესთან, რომელსაც ვეუბნებით, რომ მშენებლობის ნაგავი არის გასატანი.
და ვერ იგებს დათო რა ნაგავზე საუბარი და ვიღაცებს გვერდზე ეკითხება რომ აი რა ნაგავი უნდა გავიტა ვისი ნაგავი არა მე მეგონი წესეუბნება რომ ჩვენ რამე ნაგავი გასატანიგო აქვსო მოდი ვნახოთ ზარი ალო დათო მინდოდა სათორ დავით გამარჯობა მუშებმა გაიტანეს უკვე ეზოში სამშენებლო მასალის ნაგავი და როდის წაიღებთ რომელი სამშენებლო ნაგავი აი შემი რემონტის ბინის და მითხეს რომ თქვენთან დამერეკა ერთი წამით რა მუშებმა ვერ ხვდები ჩვენ მუშებმა გაიტანეს ნაგავიო რა შუაშიო არა ჩემთან გაიტანეს ჩემი სახლიდან და თქვენი ნომერი მომწეს რომ დავითი გაიტანსო რას გაიტანსო ამ სამშენებლო მასალასო მე სამშენებლო მასალას კომპოზიტორი დათო ევგენიძე ვარ უკრავთ დამატებით თქვენ თუ დათო დამატებით მე მარტო უკრავ მეტი სხვა საერთოდ არ ვაკეთებ ანუ სამშენებლო არ გაგაქვთ ესე იგი არაფერ შუაში არ ვარ კომპოზიტორი ვარ და პიანისტი აბა ვინ წაიღებს ნაგავს რა ვიცი მე რა შუაში ვარ აბა ეზოშია ეხა და ხო და ნაგავს წაიღებს რა მე ჩემი ნაგავია არა მითხრეთ რომ დავითს გააქო ეს ნაგავიო და ასე სხვა დავითს იმიტომ რომ მე არა დავით ევგენიძეო დამატებით მუსიკოსი ასე სულ ჩვენ რა ნაგავი უნდა გავიტანოთ თუ მე სახლიდან ნაგავი რო იყრება ჩვენ გაგვაქვს ჩვენ არ ვყავთ სულსი ნაგავის ამ ჩვენ გვავალია ნაგვების გადანა ანუ თქვენ არ გაიტანთ ესე იგი მე რატო უნდა გავიტანო მაინტერესებს და გაქვთ ვინმეს ნომერი ვინც გაიტანს საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რაზე მელაპარაკეთ კარგით მადლობა მაინტერესებს თქვენ ჩემი ნომერი ვინ მოგცათ გელამ გელა ვინ არის გელამ მაკაცარემ შეისამ შენებელი გელა მაკაცარემ შენებელი ვინ არის შეიძლება ნომერი შეეშალოთ არ ვიცი ხა ესე არა შეიძლება არასორი ნომერი გაქვს ნინო ნაგვის გამტანზეა ლაპარაკი ვისგანაც არ უნდა რეკავდეს აშუაში ვარ და კარგი დავით კარგით რა კაიზარი ხო ეგ ხო კომპოზიტორია კი ეგ კომპოზიტორი რაღაცას წერდა და შენ იმენა შეაწუხე და მე არა მე ვგიზდები იმაზე დავით ევგენი მე მუსიკოსი ვარ მე ვთქვი თან მღერით მეთქი რა ნაკლი ხარ ნაკლი კი არა უბრალოდ არ ვიბნები მაგდოს როდესაც რაღაცას მე რა მოხდა ხა დათო ევგენიძემ რო გაიტანოს ნაგავი აუ ეგ ცალკე თემა მოგინდა დაურეკე და კითხე მაგაზე ცალკე მე დაურეკა ვაშინ კაი მე გოგოს რო დაურეკე თავიშვილს იფა რაღა დაგიშავა შენ მე მგონი გინდა რომ ზოგადად ევგენიძეები ამ ბიზნესში ჩაერთო ნაგვის გატანის ბიზნესში შენ ხო ფასანაურში ნაგვის გატანა ევგენიძეებთან ერთად შენ ხო ფასანაურში სახლით რემონტი წევ და მე მგონი გინდა იქიდან მინდა რომ წამოიღო ნაგავი ნაგავი გადასაყრელი კიდე თივა რომ მოტიპე ეზოში რო იცი დავითი კი შეხვდა ამას ცოტა აღშფოთებული მაგრამ აი შემდეგი ზარი რომელიც ჰქონდა ეს ქალბატონი აღშფოთებული არის ეს ქალბატონი ისტერიკით შეხვდა ამ ამბავს ნინო ნადირაძესთან ზარი, სადაც ვეუბნებით, რომ მის კლინიკაში გასკდა კანალიზაციის მილი. ნინო გამარჯობა, როგორ ხარ? მადლობ, კარგად. ნინო უცებ გეტყვით, ვივამეჩი მეორე სართულზე წყალი გასკდა და საიდან უნდა გადავკეტო? მაია ვარ. გასკდა მეორე სართულზე წყალი? კი, და საიდან გადავკეტო? მაია ვარ. უცებ რომ მითხრათ, ვერ პოვულობ. მოიცადე, კაცო, მე რომ ვირეკავ, ახლა დავხარი. კარგი, თვაი მე ნერვიულობ ისი ასხავს რომ. ვიბამედი. გაიყვანეთ პაციენტები, ვიბამედი იკეთება. ვინმე არის ისეთ პაციენტი? პაციენტები სად წავიყვანო? ნინო პაციენტები სად გავიყვანო, არ ვიცი, ნინო. სტანამ ნინო გვიპასუხებს იქამდე გეტყვით რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია სანდომი ტკბილელობისა და კრეკერების სამყარო რომელშიც შეგიძლიათ თავი გზოთ უბედნიერესად როდესაც ამ ყველაფერს მიირთმევთ ჩხილები მარილიანი ტკბილიჭრე ყველაფერი ფანტასტიკურია თალუთან ერთად ხო ნინო ალო ჩარა მობა ზაფხოზე თუჩა ხო პაციენტები სად წავიყვანო
პაციენტებს მოსათულდა რა პაციენტებია? ერთი არის ამოყვანილი და არ ვიცი გაჩერებული იყოს მეორე სართულზე. დიახ, კაცო, მეორე სართულზე რის კაბინეტშია? არ პოიმბაში ყავს გარეთ ფოიეში. რა ისტერიკა? არა ძალიან ბევრი წყალია და მაგიტომ ნერვიულობ. მე არა უშავს ნერვიულობ კაცო, ცოცხლიანი ხო ხარ? რომელი კაბინეტში გავხდარი? ის რო არის კაცო, ვაიმე ისე ნერვიულობს დავიბენი. რა ნერვიულობ შემოყავ დაწნადი წყალია. თუ არ არის ცისამ ზავა ხوار ჩახუდი კაცო. კაი მალე მოვიდეს და ის არის რა ქვია 403-ში. კი. აი, ეკოსკოპიას მოარიდეთ. კაი. მოხვალთ თქვენ თუ არა? კაი, დაიცადე გავაკეთო. ფიკა მივიძახა? ვაიმე, ფიკა და გამოვიძახეო. ვაიმე, დაურეკე, გაიხურე, იდიოტო. დაურეკე, სასწრაფოდ. ნინო, გადავკეტე. ბრიგად გადავკეტე თუ თხარი. ნინო, გადავკეტე თუ ყვა. ხალი და ამისთანა ისტერიკა და დიდესოს სახში წარყოლე ხატირუპირა პლასტაგუცი. მათთან რანაირი აქიმეთან გასო ასეთ ისტერიკა. ნინო! სარკასტიკიდან გირეკავ, ჩემო უკრო. ლიქშტის კომპლექსნა დამთავრდა. რაო? არა, ისე ვიკონდე. ვიბამეთის ხავის დაცალეთ ხალხი. არა, ვიბამეთის ხავის ნავაჭი არ აქედან ხო არ დაურეკო. მიდი შენი დაურეკე. მე ვიბამეთი დავკეთეთ ხალხო. ხალხო ვიბამეთი რა ვქნა ახლა დაიკეტოს ხანი არა უშავ რა. მოიჭე შულს დაურეკო ერთი წამი. აი ეს ბაია სალამი გიორგი ვარ ნაზღაიძე. გეხვეწები დედაშენს გავეხუმრეთ გადაცემიდან რომ ვივამეთში წყალი ჩამოდის და ნიშნე დედაჩემ მაგის გამოაკივლე? ხო ტელეფონია გატიშული და პერსაიდან მანდარი ტელეფონი რატო გატიჭე გოგო გირეკავდით ყველა ტელეფონი ვინერვილებს მეთქი ვიომეთი ხო არ რეკავდის კლინიკაში ურეკავდის სახალხო დავშვენი რა ის რაღაცემია პოლიტიკაში წავედი არ მე როგორი ოპერატიული დირექტორი ვარ ხსები აბა ეგრევე ფეხზე რომ დააყენ ჩვენ შეგვეშინდა ხა იმიტომ რეკავდო კლინიკა არ დაცალონ მეთქი რაღაცა ჩვეულებრივ არ ვიცი რა დღეს ჩავა პაციენტები გარეთ გამოიყვან არა და მე რომ ვარ კი არა სათხარ აფაჭა ლამა ხო არ გადმოდი მე თავ კარნახობდი კლინიკის შესასრულებს ამას თუ საიდან არის მისამღები ის სადარი და მეორე სათუჯო პაციენტი არ იქნებოდა არა ფანტასტიკური ზარი გამოვიდა მოგატყუეთ კლინიკა შეკრეფილია წესზე წალი საიდან გამოდის ყველა ონკანს დასდევენ საიდან მოდის წყალი პაკა თურმე მაგას გავსგზელება იცი რა ქონდა დაურეკა თანამშრომლებს ისე დღეში ჩაყარა ბრიგადა გამოიძახა ეგ ვიცი ხო კიდე კაი ბიჭო ეს თელი ხარჯები ჩვენ არ გადაგვახდებინა არა ნინო ნადირაძე შემდგომ ესაუბრეთ და თქვა რომ ბრიგადაც გამოვიძახეო თელ თანამშრომლებთან ხო ქონდა მთელი ამბავი ყველა სამსახური დაყრიდა მე მგონი რა ვერი პოვეთო გახეთკილი რა ვერი პოვეთ ამ კლინიკაში გახეთკილი მილიო გაგყრით ყველა სამსახურიდან არა რაღაცა რედგენის აპარატი მაღლა აწიეო რა არ გამიფუჭედესო რაღაც ახალი რედგენი კონია რა ჩამოტანილი დაწყნარდე რა გაყვირებს რა განერვიულებსო ქერის ორმოშია ჩავარდი რა მხელა ქონება გადავიდა კოზანოვებისთან მაგაზე ნადირაძეზე როგორ კუზონებს ქონდათ და მე ეგაც გაკაჩეს თორე თალკი ნადირაძე რაც გააკეთებდა რატო ნადირაძე მუდმივად ექიმი იყო დასაწყისიდან ბევრი ექიმია იცი ექიმები რა დაბალ ხელფასზე მუშაობენ ზოგი ამას გაუმართლა ის კუზონებს ძალი რო გახდა
პლასტიკური იმის და იქიდან მე ამის ვიგამეთ და რაღაცა მე გაკაჩა. მე მოგიყვები რა სხვა ზაზე გადავიდეთ. ჩვენ დაურეკეთ ჩემამ ზემ გილიგას მოდი გავუშვათ ჯერზარი და მე გავაკეთებ მაგაზე კომენტარს. ალო გიორგი თქვენ ხართ? დიახ. მე თქვენი ძალიან დიდი ფანი ვარ. დაგლოცი თუქალ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხართ. აი ძალიან. აი უზომოთ. შენდობაში ვითხავ ჩემო კარგო. როგორ მოგმართოთ? ნია. როგორ? ნია. ნიამ დაგლოცე თუქალმა უბრალოდ სიმართლე გითხრათ. სიტყვა ფანი მაინც და მაინც არ მომწონს სათქმელად. ატვისემით ვიღებ თქვენს გულშემატკივრობას. აი მიიღეთ ჩემგანაც გულშემატკივრობა რა. აი უსამოდ მომწონხარ და ძალიან მიყვარხარ იმ ბურთკლავს თქვენზე. დაგლოცე თუქალმა ატვისემით დიდი მადლობა ყურადღებისთვის ჩემო. ძალიან არ გამითიშა გთხოვ. ეკუთვნის შენი გული ვინმეს თუ არა? შენდობაში ვითხავ. მე შემიძლია რომ შეგინდო ყველა ცოტა. შენდობაში ვითხავ. გუშინ ვაჟაფშაველას დაბადების დღე იყო ჩემო კარგო. ქაკუცა ჩოლოყაშვილის და ნოდარ დუმბაძის. ვაჟა? ცოტა ცუდად მესმის თქვენ ახლა, მაგრამ უფლისნებით ამ დიდ დღეს ცოტა დატვირთული საღამო გქონდათ. ჩემთვისაც ძალიან დიდი დღეა რომ თქვენი ხმა გავიგე ცოცხლად. დიდება ქრისტეს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არ გამითიშო. შენდობა ჩემო კარგო. შემინდე. ყველა ცოტა შემინდე. შემინდი არა გამომიხე. ყველა ცოდები შემინდე. გილიგა. არ ვიცი გეფიცები ადამიანი ქალბატონი გირეკავდეს სექსზე და რაღაცაზე რომ შენთან სექსუალური ურთიერთობები და ღმერთმა დაგლოცოს, უფალმა დაგლოცოს, აღსარების ჩასაბარებლად დაურეკეთო კაცი უნდა აღმეგწნო რა მეპია. არა გაკ ნიჭი ხო ხედა სექსუალურობის ნული გაკ ნიჭი. აი მე რო გეფიცები, აი მაგრა გამიტყდა რა. სექსზე ველაპარაკები რომ სექსი და რაღაც და უფალმა დაგლოცოს, ღმერთმა დაგლოცოს, ღმერთი შენთან ილია ვაჟა ვიდე. არა მე ვაჟაზე და დაბადების დღე იყო ვაჟეს და ძალიან დაღლილი ვარ. რაში მაინტერესებს აღზრდილი ქალი რო რეკავს სექსი რომ უნდა შენთან. კარგი. კიდევ ერთხელ გეტყვით იმას რომ გადაცემა სარკასტიკა გადის შვებულებაში. ეს არის ამ სეზონის ბოლო გადაცემა. ჩვენ დაგიბრუნდებით სექტემბერში, თუმცა იქამდე გეტყვით იმას რომ თამაშების საუკეთესო მონაკვეთებსაც გიმზადებთ და დღესაც არ გამოგრჩება. პირველი თამაში არის თამაში ლავაშებით ბრძოლა გურამ ბაღდოშვილთან ერთად, რომლის დროსაც გურამ ბაღდოშვილი მაგრად ვცემეთ. აი, ძვირიფასები ხო აქვს რესტორანში და ყველა იმ კლიენტის გადახდილი თანხის ამოვიღეთ მაგით სხვირპირით. თარა დღეში ჩამიგდეთ ისე ლამაზად ქონა საფეროთი თმები და ვარცხნილი და ბანილი სახე რა მეტანი ჩვენი სპონსორის და რა დღეში ჩამიგდეთ თავპირის. ნახოთ თამაში. დღეს ვთამაშობთ სამივე თამაშის წესები მარტივია თამაშია ლავაშები აგიხსნათ წესები რადგან შევზარეული ხარ გადაწყვეტეთ რომ აი შენთან ახლოს აი რაღაც ახლოს იყოს შენთან თან კარაკენი პური შენ 4 წელი რატო გაქვს თვემი იყოს 4 წელი გენანება რა მნიშვნელობა რა უნდა შეხვი ლავაში არაფერი ლავაში თამაშის წესი მარტივია სამივე ვიგუბებთ წყალს პირში და ერთმანეთს ვურთხავთ ლავაშ რიგითობით მე თამაზას შენ მე იქამდე სანამ არ გაეცინება ადამიანს, ამ წყალს არ გადმოასხავს, იქამდე გრძელდება ეს თამაში. თუ გადმოგესხა წყალი, ხარ ერთ ქულას. მიხვდი? მოვიგე თუ წავაგე. არა, წაგება. თამაშობთ 3-მდე. ჩაიგუბე წყალი. თეთრი ამაზე ისეთი გავწარებული ვარ სპონსორად არ შემოვდივარ, რომ ეხლა ნახე ამის შემოწმა.
კაი, მე ვარ ერთგულად. ის რო გიტყავ, შეჩემისა, ეგრე უნდა გამიმეტო მე. ეხლა ნახე, ეხლა ესე ვთამაშ, შენ ურტყავ ეხლა. მე ვიწყებ და შენ ურტყავ. მედი. ბევრი ჩაიგუბეთ, არ გამოდის, უნდა გადმოგესხა. აი ვიც დააჯდება ეხლა სიკვდილის ბუზი. მოკალი ბიჭუნა. შენ მისამ დაგასპონსორა. შეკეთი შენ. იგავი, ხა მე და შენ თამაშობ, დაჯიგ. Round 2. Fight. ეხა მიდის ბრძოლა პირველი ადგილისთვის. 2-1. 2-2 და 2-3. გავიგე თქვენი ხوارა გადაყაბე და მითხარი რა. შეგარა ფილში მაგ შეჭება. 2-0 შეჭება. 2-0? ოკეი. ვერ გავიგე. მიდი დალიე.
შემდეგი თამაში კი არის გურამ შეროზია და გიორგი ნაზღეძე, ანუ მე ვთამაშობთ თამაშ ტორჩის სახის ჩაყოფა. თუმცა აქ ნაკლებად ვთამაშობდი მე, უფრო გურამს ვათამაშებდით მე და თამაზა, აი გურამის სახებს ყოფდი და ყოფდით ტორჩი. მოდი გავუშვათ ვიდეოთ ამერიკა ვაკეთებ კომენტარს. ხო დამაბრა. არა, მარტო გაიხმით დაგესრულებათ ასაც მე და წასასვლელი ხარ. მაგრამ ეს საკეშუ კაი არა ხცე. ცოტას გავიხსნა. იქ რა გახსნა შეჭება, გაიხადე. აი ცოტა გაიხადე, მარტო დაგესრულება დედასპიცა დასასმელი. აი დავისვა რომ მერჩევნე ღირსება მქონდეს სუფთა. მოიმე ღირსება შენ არ გაგებ დაბადებიდან. დაიწყო. ეს არის ორი ადამიანი რომელიც პრაიმ ჰაუსში ყველაზე მეტად მიყვარს და თუ გამწარებდა ყველაზე მეტად. ხო და მოგიფიქრეთ ძალიან მაგარი თამაში. აბა. ამ თამაშს ქვია გავილამაზოთ სახე ერთად. მე მგონი გვეჭაბა. ერთმანეთს დაიცა მე ვარ დამაბრუნდა. გიჟებივით არ მომვარდეთ. ერთმანეთს ეთამაშებით ჯეირანს. ვინც აგებს ისყობს იმას ვაყოფილებ. ხუთამდე ვთამაშობ. მაგრამ ესე იგი, ან თუ მოვიგე არაზოს არ ჩავყოფ თუ არა, თუ მოიგებ არ ჩაყოფ. მიდი. ჩაყოფ. ხუთამდე ბევრია 3. აბა ეხლა. მიდი ხა ჩაყოფ. შენ გადაცემაში გადაწყვეტე წესი. აი ხუთამდე გინდა? გადაცემა მაქვს ჩასაწერი.
ჭამა მინდოდა რატო? აჰა, ჭამი აქედან სუფთა, აჰა. შეადრია მოცა. მიდი, ჩაკ. ჯე უნდა ჩაყო. ჩაკმიჩი აქედან რა პრობლემა? ჩაკმიჩე. ეს არა მომიჭრეთ. მიდი. всё, ჩაყო. ჩაყო? ხო. კაი, ერთის და იმე პრაიმ ჰაუსში რა სარჭაბა არ ჭამს. მიდი, ჰა. ტორნოსაიძე არ ხარ, გურა, რაზე რა. იცვია, აჰა. რადი. კარგად. ბოლომდე ხმარ. ესე კაკე. აი, ჩემს სიცოცხლეს ფიცა ვარ. ადამიანს ესე მომხდეს ტორჩით დავის ჩაყოფა, ისე რეალურ სახეზე მეტად უხდებოდა ტორჩით დავის ჩაყოფა. რატო არ ვიცი? გავალამაზეთ. კაი, ისე უხდებოდა, რომ აი მე ვაფშე ვფიქრობ, რომ ყოველდღე მაგანო ტორჩით თავი ჩაყოზე, ისე გამოვიდეს უფრო მომხდება. აქცე. მეგობრებო, გადაცემა სარკასტიკა დღეისათვის და ამ სეზონისთვის აი მე მეტირება. დახურულად არა? ხო, გავდივარ გამოგვიცხადებია, გავდივარ ჩვეულებაში, ნანატ ჩვეულებაში, ყველა სპონსორს მადლობას გადაგიხდით იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. სანდომს ძალიან დიდი მადლობა ამ ტკბილობის სამყაროს ჩვენთან ერთად იყო. ბუღა ენერგეტიკული სასმელი, რომელიც წარმოებულია საქართველოში როგორც სანდომი, ძალიან დიდი მადლობა. ვამელის უდიდესი მადლობა, ტორეოს იმისათვის, რომ თამაზას დაუვიწყარი ღამეები აჩუქა და ჩუქნის ძალიან დიდი მადლობა. საფეროს ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემს სახეზე, თმაზე და სხეულზე ზოგადად ზრუნავს და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია აქვს. და ასევე მიჰაუს უდიდესი მადლობა. პოც უდიდესი მადლობა, რომ გვაფუილებინა მთელი სეზონი და ნაირ-ნაირი გემოებით გვანებივრებდა. ეს არის კომპანიები, ეს არიან ადამიანები, რომლებმაც ირწმუნეს დაგვიდგნენ გვერდში, რომ თქვენთვის გვეკეთებინა ესეთი საინტერესო სახალისო გადაცემები. გადაცემა სარკასტიკა გემშვიდობებათ ახალ სეზონამდე, ახალი სეზონი იქნება სექტემბერში. ჩვენ დავბრუნდებით გარუჯულები, დასვენებულები. აი ვიძე. აი მე რაღაცა აი გული მწყდება რომ მივდივარ, მაგრამ თან წასვლად. არა, მე არ წდება, შენგან დავისვენებ ცოტა ხანი. გადაცემა სარკასტიკა, კარგი ვიხუმრე, კოლგი. გადაცემა სარკასტიკის პირველი სეზონი. დახურულად ძალიან ცუდად ჭხერს. გადაცემა სარკასტიკის პირველი სეზონი დასრულებულად გამოგვიცხადებია. შევხვდებით სექტემბერში.